მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ გადაცემათა ციკლს საქართველოს უახლესი ისტორია. სანამ ჩემს გეგმით გათვალისწინებულ თემატიკაზე გადავიდოდე, ერთი ფაქტთან მინდა გავაკეთო კომენტარი. უკანასკნელ ხანებში როგორც ჩვენი გადაცემა რომ მიმდინარეობს, რასაკვირველია, აქ არის კანონიერ ხელისუფლებაზე საუბარი, კანონიერი ხელისუფლების აღდგენაზე საუბარი და ამან ძალიან აღაშფოთა პუჩისტები, პუჩისტა ბანდები, საქართველოს მოსისხლე მტრები, რომლებიც უკვე თავს ვეღარ იკავებენ და უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ფიქსირდება მათი გამოსვლები საქართველოს მტრების, მკვლელების, დამყაჩაღებლების, მძარცველების და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე თქვენ პერიოდულად უკვე გაცნობთ იმ საქმეებს, რასაც ჩადიოდნენ პუჩისტები, რასაც ჩადიოდა ხუნტა. და აქედან გამომდინარე, თავისთავად ცხადია, რომ ესე იგი მათზე ხელის გადასმა, დაუშვათ დაფარვა რაღაც მათი დანაშაულებრივი ქმედებისა, ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ რომ სრულიად საქართველო არის ამის მოწმე და ელემენტარულად საკუთარ თავს არ ვაკეთებ იმას, რომ ან სხვაზე რამ გადაჭარბებით თქვა, ან კიდე სხვას დავაბრალო ისეთი რამ, რაც არ ჩაუდენიათ, რაც ჩაიდინეს, ის მე მგონი 10 კი არა 100 სახელმწიფოსაც თავისუფლად ეყოფო და ღმერთმა ყველა დაიფაროს. მე შევეხები ტელე არხ კავკასიას და ასევე რადიო ობიექტივს, რომელიცაც ძალიან ხშირად გამოყავს პუჩისტები, აი რო იტყვიან მამალი პუჩისტები, ზუსტად აი ასეთი ხალხი. ფაქტობრივად მათ დათმობილი აქვთ საეთერო დრო, ასევე ეკრანიც, ტელეარხის ეკრანიც და რადიო ობიექტივი თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტში გადის და მეორე დღეს ამას ხალხი უსმენს და უყურებს და გარკვეულწილად მათ რაღაც კითხვები უჩნდებათ, იმიტომ რომ საუბრობს პუჩისტი, გვერდზე უზის ვიღაც ეგრეთ წოდებული სამართალმცოდნე, ანუ სამართალმცოდნეც არ არის, იგი არის ადვოკატი, რომელიც არ არის საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და საერთოდ არ არის ის დაინტერესებული პირი, რომელმაც შეიძლება გაარკვიოს ის სამართლებრივი მხარე და განიხილოს პოლიტიკური მხარეც საქართველოში მომხდარი პროცესებთან დაკავშირებით. უკანასკნელ ხანს განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ აი ამ ბოლო 2 თვის პერიოდში ძალიან გამძაფრებულად ისმის ეს საკითხი და სხვათა შორის ძალიან დავამცირებელი ტექსტებით გამოდიან. უპირველეს ყოვლისა, პირველი საკითხი, რაც ბოლოს ყველაზე ფაქტობრივად მხედრიონის დარმა ორგანიზაციის წევრმა ეგრეთ წოდებულმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, რომელიც ცნობილი არის, იმიტომ რომ იგი ვიდეოფირებზეც არის ბევრგან დაფიქსირებული, რომ ავტომატებით შეიარაღებული და თუ რას ჩადიოდნენ ისინი. ამაზე არის უამრავი მონაცემები და თქვენ თანდათან რომ ეცნობოდით ყოველივე ამ მასალებს, მე გვარებს რომ ვასახელებდი, რასაკვირველია, ეგრეთ წოდებული კონგრესმენებიც გახდნენ და მე ერთი აზრი მინდა დავაფიქსირო თქვენთან. დამნაშავე არასოდეს არ იქნება თავისი დანაშაულის შემფასებელი. დამნაშავეს სჭირდება ჯერ მიანიჭო ის სტატუსი, რომელიც მან ჩაიდინა უფლისა და ქვეყნის წინაშე და მისი მოსახლეობის წინაშე, რასაკვირველია, მერე მიეცემა ალბათ თუ გამოსწორების პერიოდში, ან თუ არ შეინიღება ან არ იცრუებს, რომ მას მისცე რაღაც სიტყვის თქმის უფლება აკრძალული არავის არ აქვს, მაგრამ სიყალბის, სიცრუის და პირადად მათ ინტერესში რაც არის, სწორედ აი იმ თემაზე სიყალბე გავრცელების უფლებას ჩვენ არავის არ მივცემთ. ეს იქნება რადიო ობიექტივი, ეს იქნება კავკასია თუ ვინც არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში, ვიცით რომ სიმართლის აუცილებლად როგორც არ უნდა მალოს სიმართლე შუბი ხალხში არ დაიმალება. და აქედან გამომდინარე მე ერთი საკითხი მინდა პირველ რიგში მიმოვიხილო, მოკლედ ძალიან.
რადიო ეთერით შევიდა სატელეფონო ზარი. ნუ ჩემთვის არ აქვს ისობა მამაკაცი იყო თუ ქალი იყო, არ აქვს ის, იმიტომ რომ საზოგადოებას რადგან ხედავენ საქართველოში, რომ ერთმანეთს ხოცავენ სკამების გულისთვის და რა შეურაცხყოფასაც არ აყენებენ, კარგად იცით თქვენ. ამავდროულად ძალიან ნოყიერ ნიადაგს ქონიან იმისათვის, რომ ჩაერიონ სადამსჯელო ორგანიზაციები და აბსოლუტურად უდანაშაულო ხალხი დაშავდეს ისე, რომელიც მათ არ ეკუთვნის. და თავისთავად ჩვენ უნდა განვიხილოთ ყოველივე ეს საკითხები ისე, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაზარალდეს და თუ ეს ეხება კანონიერ ხელისუფლებას და მის აღდგენას, რატომ ეშინიათ ამისი? თქვენ გონიათ, ან ვინმეს თუ წარმოუდგენია, რომ რომელიმე თავს ვიკლავთ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოსვლა, ჩემი მტერი მოვიდეს ახლა ხელისუფლებაში, რა მდგომარეობაშიც არის ახლა საქართველო, არც ერთი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, უკაცრავად არც ერთი საქართველოს მოსიყვარულე, საქართველოსის ვისაც სიკეთე უნდა და ქართველი ერისთვის, ის არასოდეს არ გადადგავს იმ ნაბიჯს, რომელიც დღევანდელ დღეს საქართველოში სუფევს. არავინ არ უსურვებს საკუთარ თავს, რომ მან წარმართოს საქართველოში პოლიტიკური პროცესები, ვინაიდან აქ არის ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლესთან და სახელმწიფოს ყოფნა არ ყოფნასთან არის დაკავშირებული და აქ უკვე საჭიროა ისეთი გუნდი შეკრება, რომელსაც არ უღალატია თავისი ერისთვის, რომელსაც არ უღალატია სახელმწიფო ინტერესებისთვის და კანონიერებისთვის და კონსტიტუციისთვის არ უღალატია. სწორედ აი ამ პიროვნებების გადასაწყვეტია. შეიძლება ეს იყოს რიგითი მოქალაქე, რომელსაც შემდეგ აირჩევენ მას არჩევნების დანიშნის შემდგომ, მაგრამ უწინარეს ყოვლისა კანონიერი ხელისუფლების მიერ თუ არ დაინიშნა არჩევნები, გამორიცხულია ყველაფერი. იმ ვაჟბატონმა ასე ბრძანა, რომ ზვიად გამსახურდიამ მონაწილეობა მიიღო გუმბარიცის მიერ დანიშნულ არჩევნებში. ნუ რას უკაცრავად, ზვიად გამსახურდიას რომ მონაწილეობა დაენიშნათ ეს არჩევნები და საერთოდ მრგვალმაგიდას სიცოცხლის ფასი დაუშვათ. უპირველეს ყოვლისა თქვენ ალბათ გახსოვთ სამტრედიის აქცია, მთელი რიგი აქციები, რომელიც იყო დაკავშირებული საპროტესტო აქციები, რომლებშიც ითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. დამოუკიდებლობის აღდგენა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ წარსულში დაკარგული რაც ჰქონდა, ის უნდა აღგვედგინა. მაგრამ როგორ აღვადგენდით, როდესაც 70 წლიანი კომუნისტური ბატონობის პერიოდში და ოკუპირებულ საქართველოში ოკუპანტების მიერ უნდა მიგეღო შენ ოკუპანტები იმ მდგომარეობამდე უნდა მიგეყვანა შენი აქციები და საერთო სახალხო აქციები მიმდინარეობდა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ იძულებული გაგეხადა და სწორედ ასეც მოხდა. მე მგონი 19 აგვისტოს 1990 წლის 19 აგვისტოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სესია დაუვიწყარია ყველა ქართველის ცხოვრებაში. გუმბარიძე, რომელიც გამოვიდა და 10 ჯერ შეცვალა თავისი პირობა და საბოლოოდ მაინც იძულებული შეიქნა, იმიტომ რომ მთელი რუსთაველის გამზირი, მე არ ვიცი, 100,000-ობით მანიფესტანტი იბრძანდებოდა და მათ წინააღმდეგობას წინ ვერავინ ვეღარ აღუდგებოდა, ვერც მოსკოვი და ვერც მთელი მსოფლიო რომ ჩამოსულიყო საქართველოში. ასე რომ გუმბარიძემ აღიარა, რომ 70 წლიანი პერიოდი კომუნისტური ბატონობისა იყო ოკუპანტების ბატონობის, რომ საქართველო ოკუპირებული იყო კომუნისტების მიერ და მან თავად გამოაცხადა, რომ იგი იყო საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელი საქართველოში, რომ ოკუპანტების სტატუსით გამოვიდა იგი და თავისთავად ოკუპანტის მიერ აღიარება იმისა, რომ იგი არის სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი და არა საქართველოში არ შექმნილა ის ორგანიზაცია კომპარტია, რომელიც რუსეთში შეიქმნა. ასე რომ მან მთლიანად აღიარა ყოველივე ის, რაც მისგან იყო ასაღიარებელი და აქედან გამომდინარე, როდესაც უკვე აღიარება მოხდა მის მიერ, აქ უკვე ამოქმედდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ყველა საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა რესპუბლიკას აქვს თვითგამორკვევისა და თვითგამოყოფის უფლება.
მაშინ ვის მიერ დანიშნულ არჩევნებში მიიღოს ვიად გამსახურდია მონაწილეობა. როდესაც გუმბარიძე აცხადებს, რომ მე ოკუპანტი ვარ, მე ვარ საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მე ვარ 70 წლის მანძილზე საქართველო ოკუპირებული იყო, საქართველო დაიპყრეს 1000 ბოლშევიკებმა და ასე შემდეგ, მე ხა ისტორიას აღარ შევუდგები. თავისთავად უკვე ცხადი გახდა, რომ ყოველივე ის, რაც მოხდა საქართველოში, იყო აბსოლუტურად კანონზომიერი. როდესაც უკვე ორგანიზაცია აღიარებს, რომ იგი არის ოკუპანტი და ამას შემდეგ მოყვა კომუნისტური პარტიის ლიკვიდაცია საქართველოში, კომპარტიის როგორც ასეთი ორგანიზაციის ლიკვიდაცია, თავისთავად უკვე ცხადი გახდა ყველაფერი, მაგრამ მე მიმართავ იმ პუჩისტებს, მამალ პუჩისტებსაც და დედალ პუჩისტებსაც მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ასე არის საქართველოში, აი ასე ეს დაფიქსირდა და ეს არის უკვე აღიარებული, მეტი სხვა გზა არ ქონდა. ესენი არიან მოღალატეთა დიდი ბანდა, რომლებმაც საქართველო აი ამ მდგომარეობაში ჩააგდეს და დღეს რასაკვირველია, მათ არ აწობთ და გამოვიდა ცილისწამებით იმის გამოდიან ცილისწამებით, რომ თითქოს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო დაგსაქსულია, ერთმანეთზე არიან რაღაც და გადამტერებულები და პირისპირებულები, იცით რა, ერთი კაციც ღმერთმა ნუქნას, ყველა დიდხანს საცოცხლოს ღმერთმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრებიც და მისი მთავრობის წევრები, რომელსაც საქართველოსის არ უღალატია. ერთადერთი დეპუტატიც კი რომ დარჩეს საქართველოში კანონიერი უზენაესი საბჭოს, ეს იყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები, როგორ მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ამაზე და მთელი მსოფლიო იყო განცვიფრებული და გაოცებული და ამაზე მე უკვე მოგახსენეთ, ვის რა გამონათქვამები ქონდა საქართველოში დანიშნულ არჩევნებთან დაკავშირებით და აქ კიდე ამას ემატებოდა ის წარმატება, ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ეროვნულ თავისუფლებელმა მოძრაობამ 1990 წლის 28 ოქტომბერს. რატომ შიშობენ იმის აღიარებას, რომ კანონიერი ხელისუფლება უნდა აღდგეს და უნდა ჩატარდეს პროცედურულად კონსტიტუციაში, რაც არის ის როგორ თქვენ გააწყობთ, ვინმე საწყობს საქართველოში გარდა პუჩისტებისა, რომ საქართველო იყოს აი ასე არეული, დაბნეული და ვიღაცების მიერ დანიშნული? ნამდვილად არავის არ აწყობს. და სწორედ ამიტომ მოხდა საქართველოში ტერიტორიების გასხვისებაც. კი, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? დაგავიწყდათ? შევარდაძე რო ჩამოიტანეთ და შევარდაძემ რო დაგინიშნათ ბჭყალებში, რასაკვირველია არჩევნები და შემდგომ რო გახვედით, გამოხვედით რაღაც ვითომ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში გამოიარეთ და დღესაც რომ იქედან ფინანსებს ღებულობთ, შევარდაძის ეგრეთ წოდებული არჩევნები იყო და საყოველთაოდ დანიშნული არჩევნები, რომელშიც თითქმის რა წლების განმავლობაში საქართველოს საპროტესტო აქციები მიმდინარეობის პერიოდში ამის ერთადერთი მოთხოვნა იყო ეს ყველაფერი დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ თქვენ გამოხვედით საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, თქვენ გამოხვედით საქართველოში რეფერენდუმის წინააღმდეგ, თქვენ გამოხვედით საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის წინააღმდეგ, რომელიც გამოცხადდა 1991 წლის 9 აპრილს. მე ამ თემაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, ვინაიდან ასეთი ნათქვამია ვიღაც ყებს ქარავანი მიტისო. ასე რომ ჩვენთვის არავით არის მნიშვნელობა არ აქვს და მით უმეტეს მათ ერთადერთი იმის შიში აქვს, რომ კანონიერი ხელისუფლება, რომ მოვიდესო კანონიერი ხელისუფლება, მე თქვენ რა იცითო მათ რა დამოკიდებულება და რა განწყობით მოვლენო ესენი სასჯელის გეშინიათ? თუ არაფერი არ ჩაგიდენიათ, მაშინ რატომ გეშინიათ? თუ საქართველო გიყვარდათ და თუ საქართველოს დღესაც გიყვართ და მხოლოდ ეს ინტერესი გამოძრავეთ, მაშინ ორივე ხელი უნდა აწიოთ და პირდაპირ მოითხოვოთ. მე ვერ გავიგე, შევარდნაძე კარგი იყო, ხო? მაშინ კარგი იყო, რუსეთი რო შემოიყვანეთ და რუსეთმა რომ დაგვისვას შევარდნაძე, მაშინ კარგი იყო, ხო? მის ირგვლივ რომ მოიყარეთ თავი კრუხის ირგვლივ წიწილებივით რო ჩამწკრივდით, ოღონდ ავტომატიანი წიწილა მე ნამდვილად არ მინახავს და არც აუბიციანი და არც მუხები და მისი ბანდები კიდევ რუსეთის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქს თავისი სპეცსამსახურები რო ახდა და ასე შემდეგ, რომელიც ჩამოთვლას აღარ შეუდგები, იმდენჯერ მაქვს ეს ნათქვამი. ასე რომ მე მოგიწოდებთ სიფრთხილისაკენ. შემფასებელი
ქართველი ერია და დიდი ხანია თქვენ გამოგიტანეთ განაჩენი. მოითხოვეს რომ ეს აუცილებლად უნდა მოხდეს ნეიტრალური პიროვნებების მიერ რომ სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება. Რაღა სამართლებრივი შეფასება გინდათ და რაღა პოლიტიკური შეფასება გინდათ. ყველაფერი შეფასებულია და გადაფასებულია ამ 20 წლიანი საქართველოს უბედურების პერიოდით. ასე რომ როგორც დაიწყეთ საქართველოს ნგრევა უკაცრავად ამის შესაძლებლობას აღარავინ არ მოგცეთ. მართალია, ყველანაირად ვცდილობთ, რომ იმასთან ყოფილიყავით შევარდნაძესთან, ეხლა სააკაშვილთან ყავთ თქვენი ხალხი შეგზავნილი და ყველაფერზე მიდიხართ, მაგრამ ეს იმის გამო კი არ მიდიხართ, რომ რასაც სააკაშვილი სჭადის, ანალოგიური ქმედებები გინდა ჩაიდინოთ. რაც შევარდნაძემ ჩაიდინა, იგივე ქმედებების გაგრძელება გინდა და ამის უფლებას ქართველი ერი თქვენ არ მოგცემთ, იმიტომ რომ თქვენი ბიოგრაფიები ყველა მზეპირად იცის და ამიტომ მოგიწოდებთ სიფრთხილისაგან და საერთოდ რაც უფრო ნაკლებად გამოჩნდებით, ეს იქნება ტელეეკრანი თუ ვიდეო იმაზე რაკან საიტზე თუ ნაკლებად გამოჩნდებით, ინტერნეტ სივრცეში ნაკლებად გამოჩნდებით, მით უკეთესია, იმიტომ რომ თქვენი სახის დანახვაც იმდენად აღეზიანებს საზოგადოებას, რომ შეიძლება რომ ქუჩაში კი ბატონო თქვენ ფეხით არ დაბრძანდებით, მანქანები დასრიალებთ, ნაქურდალი და ნაყაჩაღართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სადღაც თამთას არ შეხვდება, მაგრამ ადამიანს მაინც შეხვდება. სადაც აგაწყდებიან და გეტყვიან იმას, რაც დაიმსახურეთ და ნუ გეწყინებათ ეს, იმიტომ რომ დამსახურებულად მიიღებთ ხალხის იმ გულის ტკივილს და თქვენს მიმართ იმ გამონათქვამებს, რომელსაც ნამდვილად იმსახურებთ და უნდა წახვიდეთ და იაროთ იქ, სადაც თქვენი სტანების ადგილია და მე დღესდღეობით არ მიმაჩნია თქვენი ადგილი, რომ ან მონასტერში იყოს, ან კიდევ ციხეში. თქვენ რაღაც განსაკუთრებული ადგილი უნდა მოგიჩინოთ, უფალი ალბათ ამასაც დაუშვებთ. ასე რომ მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ და რაც უფრო ნაკლებად შეახსენებთ საზოგადოებას თავს, მით უფრო მოიგებთ. გადავდივარ შემდეგ თემაზე. მე შეპირებული ვიყავი ჩვენს მაყურებლებთან და მსმენელებთან, რომ ასლან აბაშიძეს თემას მე არ დავტოვებდი ისე და ასლან აბაშიძის თემას თავისთავად რაღაც გარკვეულად ცალკე განვიხილავდი. წარმოდგენა არავის არ შეექმნას ისეთი, რათა წარმოდგენა არ შექმნოდა არავის ისეთი, რომ მე თითქოს ვინმეს ხელს ვაფარებ. არავითარ შემთხვევაში მე კიდევ მაქვს 24 ივნისის აქცია განსახილველი, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩქარობ ვინაიდან ყველაფერი და ფორმატით მიმდინარეობს, რომელიც შედგენილი გვაქვს, ასე რომ არაფერს არ გამოვტოვებთ აბსოლუტურად, რაც კი საქართველოში ხდებოდა. ასლან აბაშიძე გახლდათ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. უწინარეს ყოვლისა, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია, სადაც პრეზიდიუმის წევრი გახლდათ 13 კაცი შედიოდა, 13 წევრი პრეზიდიუმის შემადგენლობაში, 11 იყო ესე იგი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარიდან დაწყებული კომისიების თავმჯდომარეებით დასრულებული და 2 კი გახლდათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. სხვათა შორის ასლან აბაშიძე იმით განსხვავდება ვლადისლავ არძინბასაგან, რომ ისე თუ ვლადისლავ არძინბა ნეიტრალური იყო ზვიად გამსახურდიასთან და საქართველოსთან მიმართებაში და ის აბსოლუტურად მოზომილი ტექსტებით გამოდიოდა და თავის დამოკიდებულებას ეს და განზრახვას არ ავლენდა. ალბათ ეს იმიტომ, რომ იგი უფრო ინტელექტუალი იყო და განათლებაც საკმაოდ ისეთი ჰქონდა, რომელიც თავისთავად აძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ მან იცოდა ვის შემადგენლობაშიც შედის აფხაზეთი, რომ მას უნდა დაექვემდებაროს და მის წინააღმდეგ არ უნდა ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომელიც შემდეგ საბოლოოდ მას მოღალატის სტატუსი კიდევ ცოტა. მან არამხოლოდ საქართველოს უღალატა, მას ზვიად გამსახურდიასთვის არ უღალატია, პიროვნული ღალატი სხვა არის, მაგრამ სახელმწიფოს ღალატი სულ სხვა რამ გახლავთ. მე დაგიფიქსირებთ საქართველოს
კონსტიტუციის 112 მუხლს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციითა და საქართველოს რესპუბლიკის კანონებით გათვალისწინებულ ფარგლებში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის შემადგენლობაში შედიან თანამდებობის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ორი მოადგილე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს სათავეში უდგას საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. მე რაც გადმოგეცით ესე იგი სიტუერად, იგივე წაგიკითხოთ, ოღონდ აქ იმის მოცემული არის კანონის სახით კონსტიტუციაში. ვნახოთ აბა ასლან აბაშიძემ როგორ შეასრულა უწინარეს ყოვლისა თავისი უფლებამოსილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. მე პირველ რიგში მინდა ასლან აბაშიძეს შევახსენო ის ავადსახსენებელი დღე, როდესაც ზვიად გამსახურდია ჩვენთან ერთად, სხვათა შორის ოჯახთან ერთად ჩავედით ჩვენ რასაკვირველია ვერც დავესწრებოდით და ტელეფიცირებულიც იყო, მაგრამ ჩვენ არც ამით არ ვიყავით დაინტერესებული. მე ჩემი ორი ვაჟიშვილით გავხდით ბობოყვათში და ბათუმში მიმდინარეობდა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევა. ზვიად გამსახურდიას თან ახლდა საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ჯონი ხეცურიანი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საკანონმდებლო, იურიდიულ და საკანონმდებლო კომიტეტის წარმომადგენლები. აქ აღსანიშნავია, ზვიად გამსახურდია გახდათ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, მაგრამ მას თავისი უფლებამოსილება ბოროტად ნამდვილად არ გამოიყენებია. აქ გახლდათ ორი წარმომადგენელი აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე. ერთი იყო ასლან აბაშიძე, მეორე კი გახლდათ როსტომ დოლიძე. ასლან აბაშიძემ ზვიად გამსახურდიას აუდიოდგინა ვიდეო და აუდიო ჩანაწერები როსტომ დოლიძესთან დაკავშირებით, სადაც როსტომ დოლიძე როგორც ფაქტობრივად ფიქსირდებოდა და ასევე არამხოლოდ აფიქსირებდა თავის პოზიციას, არამედ თანამშრომლობდა თურქეთის სპეცსამსახურებთან, რომლის უშუალო ვიდეო ჩანაწერები და აუდიო ჩანაწერებს ნაკლებად ენდობოდა ზვიად გამსახურდია, ამიტომ ვიდეო ჩანაწერები უშუალოდ ზვიადმა იხილა. აქედან გამომდინარე, რადგან იგი უცხოეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, თავისთავად ზვიადმა დაუშვა, რომ ეს პიროვნება საქართველოს სიკეთეს არ მოუტანდა, მაგრამ არც ასლან აბაშიძემ მოუტანა სიკეთე ზვიად გამსახურდიას რატომღაც არ ვიცი. სხვათა შორის ერთ რამეს დავამატებ, სანამ გადავიდოდე ამ საკითხის, სანამ ამ საკითხს გავაგრძელებდე, მე არ ვიცი, ვისი რეკომენდირებული იყო ასლან აბაშიძე. ვინ გაუწია რეკომენდაცია ასლან აბაშიძეს, საიდან მოხდა ზვიად გამსახურდიას გვერდით, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ, ვინაიდან ჩემთვის დღემდე უცნობია, ვინ წარადგინა მისი კანდიდატურა ზვიად გამსახურდიას წინაშე. თავისთავად ზვიად გამსახურდიას არ მოუძიებია მაშინ რომელი ორგანიზაციის თანამშრომელი იყო ასლან აბაშიძე. საბოლოო ჯამში მაინც გარკვეულ გაირკვა, მაგრამ საკმაოდ მოგვიანებით, ეხლა თურქეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი იქნებოდი თუ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელი, აქ მე მგონი არავითარ მნიშვნელობა არ ქონდა ამას. გინდ დოლიძე, როსტომ დოლიძე ყოფილიყო და გინდ ასლან აბაშიძე. ფაქტი ერთია, რომ ერთიც მოღალატე იქნებოდა და მეორეც მოღალატე. ერთიც გაყიდიდა საქართველოს და მეორეც გაყიდიდა. როგორც მოხდა? წესისა და ტრადიციის სამებრ, როგორც ახასიათებთ საერთოდ მოღალატეებს. ასლან აბაშიძე არჩევნები ჩატარდა ორგზის
ფარული კენჭისყრა იყო საერთოდ 100-ია მიღებული როგორც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევნების ასევე ავტონომიური რესპუბლიკებთან დაკავშირებით ორჯერ ჩატარდა და ორჯერვე ჩავარდა ეს იმიტომ რომ ვერც დოლდიძე ვერ გადიოდა და ვერც ასლან აბაშიძე იქ მიდიოდა ჭიდილი დოლიძისა და აბაშიძის მომხრეთა შორის და შემდგომ უკვე ზვიად გამსახურედ უკვე ფაქტობრივად ღამე იყო დაახლოებით ღამის 11 საათს გადაცილებული იქნებოდა და სესია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული შემდგომ ჯონი ხეცურიანმა გაითვალისწინა რა კონსტიტუცია და სხვა სახელმწიფოთა გამოცდილებები იმასთან დაკავშირებით რომ არ შეიძლებოდა რომ ესე ღიად დარჩენილიყო და არ არჩეულიყო უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე შემოვიდა ახალი კანონით და ამ კანონმა ეს კანონი მდგომარეობდა იმაში რომ ღია კენჭისყრით დაეფიქსირებინა ყველა დეპუტატს თავისი აზრი როდესაც ჩატარდა ღია კენჭისყრა, მაშინ უკვე თვალნათელი ხდებოდა ვისი მომხრე იყო და თავისთავად აქ უკვე გაიმარჯვა ბჭყალებში, გაიმარჯვა ასლან აბაშიძემ და მე ვიტყოდი არა ასლან აბაშიძემ, არამედ ზვიად გამსახურდია, იმიტომ რომ ისინი რომლებიც ფარულ კენჭისყრაზე ვერ ბედავდნენ უარი და ვერ ბედავდნენ თავისი აზრის ბოლომდე გამოაშკარებას, ეხლა უკვე აშკარა ხდებოდა ღია კენჭისყრის დროს და ამიტომ ზვიად გამსახურდიას წინაშე არ უნდა დაწარმოებდნენ ისე რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ანუ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უზენაეს საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებს, რომელიც ძალიან გაართულებდა მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, იმ დღეს ძალიან გვიან დასრულდა სესია და იმ დღიდან ასლან აბაშიძე შეუდგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას. თუ როგორ შეასრულა მან და როგორ დაიცვა ყოველივე ის მე ამაზე შეეხლა მოგახსენებთ. დღიდან ასლან აბაშიძის ხელისუფლებაში მოსვლისა. მე ხელთ მაქვს აი ეს სქემები, სადაც ასლან აბაშიძემ დაიწყო პირდაპირ უკვე დაკომპლექტება თავისი გარემოცვიდან, საახლობლოდან, სანათესაოდან. იმიტომ რომ უზრუნველყოფილი იყო ყველა სფერო. ეს იქნებოდა ბიზნესი, ეს იქნებოდა წარმოება დაწესებულებები, ეს იქნებოდა შავი ზღვის ფლოტი აჭარის ტერიტორიაზე. ეს იქნებოდა კონსტიტუციური ცვლილებები თუ რა ამ შესრულება ყველაფერი. და სხვა შორის მე მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ანალოგიური არის მინისტრთა კაბინეტიც. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში შედიოდა ასევე აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეები. ეხლა გადავიდეთ ისევ ასლან აბაშიძე პირველ რიგში დავაფიქსიროთ ეხლავე არა აქვს ამას დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მე მინდა რომ თავისთავად როგორ ხდებოდა და რა ხდებოდა აქ. მოდით დავიწყოთ ამით, იმიტომ რომ ეს უფრო ადრინდელი პერიოდია. ასლან აბაშიძე ნამდვილი აბაშიძე, ასე აქვს სათაური. უზენაესი საბჭოს აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე. ქალაქ ბათუმის ყოფილი მერი თემურ კომახიძე, ასლან აბაშიძის სიძე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ცინცქილაძე გიორგი, ასლან აბაშიძეს მამიდაშვილის შვილი. აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეორე თავმჯდომარე გითხარით ახლა მოადგილე დავით ჯაფარიძე, აჭარის პროკურორის ძმა და ასლან აბაშიძეს ნათესავი მეუღლის მხრიდან. უშიშროების მინისტრი იოსებ გოგიტიძე, იგივე სოსო გოგიტიძე, რომელიც გახლდათ მისი მეუღლის ძმა, რომელსაც არანაირი განათლება არ ჰქონდა მიღებული, რომელ უშიშროებაზეა ლაპარაკი. იგი არ იყო სკოლა კი ჰქონდა, მე მგონი 8 კლასი დამთავრებული, დანარჩენს ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ მერე გახდა გენერალ-მაიორი.
შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ილია წულუკიძე, რომელიც გახდათ ასლან აბაშიძის დეიდაშვილი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგო გოგიტიძე, ასლან აბაშიძის ცოლის ძმა. შემდეგ კულტურის მინისტრი თემურ კომახიძე, ასლან აბაშიძის სიძე, მისი დის ქმარი. ფინანსთა მინისტრი როსტომ ბოლქვაძე, ასლან აბაშიძის ბიძაშვილის შვილი. შემდგომი კავშირგაბმულობის მინისტრი ნოდარ თამაზაშვილი, ასლან აბაშიძის სიძე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე ანთას ჩიქავა, ასლან აბაშიძის ბიძაშვილი. ქობულეთის რაიონის გამგებელი ხალვაშ გოგოლაშვილი, ასლან აბაშიძის ახლო ნათესავი. ქედის რაიონის გამგებელი ჯემალ გვარიშვილი, ასლან აბაშიძის ახლო ნათესავი. საბაჟო სამსახურის სტრუქტურათა 15 ხელმძღვანელიდან 12 ასლან აბაშიძის ნათესავები იყვნენ. აჭარის და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ასლან აბაშიძის დეიდაშვილი აკაკი ბერიძე. კონტროლის პალატის 11 ხელმძღვანელიდან 7 ასლან აბაშიძის ოჯახის ნათესავები იყვნენ. უზენაესი საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან 80 კაცი იყო აჭარის უზენაესი საბჭოს წევრები გახდათ 80 დეპუტატი. 53 გახდათ ასლან აბაშიძის ახლო ნათესავი. შემდგომ აჭარის საგადასახადო სამსახურის უფროსი ჯემალ აბაშიძე, ასლან აბაშიძის ბიძაშვილი. აი როგორ ააწყო მან როგორი სტრუქტურები ჩამოაყალიბა ჭყალებში სახელმწიფო სტრუქტურები ჩამოაყალიბა, სადაც ყველა მისი ნათესავი იყო, ყველა მისი ახლობელი იყო, მის წინააღმდეგ ვერავინ ვერ ამოიღებდა ხმას და რასაც უნდოდა იმას გააკეთებდა და მართლაც ასე იყო. შემდეგი გახლავთ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ცინცხილაძე ისევ ასლან აბაშიძეს მამიდაშვილის შვილი. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მეორე მოადგილე ანთას ქიქავა მაპატიეთ ქიქავა, ასლან აბაშიძის ბიძაშვილი. უშიშროების მინისტრი იოსებ გოგიტიძე, იგივე სოსო გოგიტიძე, ასლან აბაშიძის ცოლის ძმა. შინაგან საქმეთა მინისტრი ილია წულუკიძე, ასლან აბაშიძის დეიდაშვილი. კულტურის მინისტრი ისევ ტოვებს თავის, ეს უკვე არის 2001 წლის მონაცემები გახლავთ და იმიტომ წავიკითხე, ის ადრინდელი იყო, ეს მომდევნო პერიოდისა იყო. კულტურის მინისტრთა ისევ კომახიძე არის ასლან აბაშიძის სიძე, მისი დის ქმარი. ფინანსთა მინისტრი დავით აბაშიძე, ასლან აბაშიძის სისხლით ნათესავი გახდათ. ქალაქ ბათუმის მერი დავით აბაშიძე, ასლან აბაშიძის ნათესავი. აქ გახდათ ქალაქის მერი კომახიძე, უშუალოდ ასლან აბაშიძის სიძე იყო, მერე იგი ჩაანაცვლა, კომახიძე სხვაგან გადაიყვანა, შორს არ წაუყვანია თავისგან, მაგრამ უბრალოდ ვითომ რაღაც პერეტრუბაციებს ჰქონდა ადგილი. შემდეგი არის აჭარის საგადასახადო სამსახურის უფროსი გურამ გოგიტიძე, ისევ გურამ გოგიტიძე დატოვა თავისი მისი მეუღლის ნათესავი, ახლო ნათესავი. კავშირგაბმულობის მინისტრი ისევ დატოვა ნოდარ თამაზაშვილი, ასლან აბაშიძის სიძე. ქედის რაიონის გამგებელი ჯემალ გვარიშვილი, ისევ იგივე პიროვნება დატოვა თავისი ახლო ნათესავი. ქობულეთის რაიონის გამგებელი რუსლან გოგოლიშვილი, ესე იგი ნათესავი დედის მხრიდან. საბაჟო სამსახურის სტრუქტურათა ხელმძღვანელთან ძირითადი ბირთვი 12 ჩინოვნიკი ყველა ასლან აბაშიძის მეუღლის ნათესავი გახდათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აკაკი ბერიძე, ისევ ეს ბერიძე დატოვა, მისი დეიდაშვილი. და კონტროლის პალატის 11 ხელმძღვანელიდან ძირითადი ნაწილი ასლანის ოჯახის ნათესავი გახდათ. და შემდგომ უზენაესი საბჭოს, აჭარის უზენაესი საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან დეპუტატთაგან, ესე იგი 80 კაცი, ესე იგი ნახევარი აბაშიძის ოჯახის ახლო ნათესავები იყო, ესე იგი არ
იმათ გადაადგილებას ეწეოდა, მაგრამ ფაქტობრივად მაინც არ ცვლიდა იმას, იმიტომ რომ რომელი კანონის მიღებაც სჭირდებოდა, თუ კი რამ იყო საკანონმდებლო ნაწილში გადასაწყვეტი, რომელიც თავად ასლან აბაშიძის სურვილებიდან მომდინარეობდა, უნდა ყოფილიყო ერთხმად მიღებული ქვორუმით, ასე რომ 50+1, ასე რომ ესენი აბსოლუტურად ენარჩუნებენ ქვორუმში უპირატესობას. ასლან აბაშიძე მიუხედავად იმისა, რომ ასლან აბაშიძე გახლდათ აჭარის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარე. მე ნამდვილად ვერ ვიტყოდი იმას და ვერ გავიზიარებდი იმ აზრს, რომელსაც იმ პერიოდში ასეთი ვერსია იყო გავრცელებული საქართველოში, რომ თითქოს ასლან აბაშიძე საქართველოში არ ჩამოდიოდა და თითქოს ზვიად გამსახურდიასთან მას ისეთი ურთიერთობა არ ჰქონდა, როგორც საჭირო იყო. იმიტომ რომ თავისივე გამონათქვამებიდან შემდეგ მე ამონარიდებს გაგაცნობთ და აქ უკვე ეს არის იცით მე ვიტყოდი რომ უზნეო კაცის ნათქვამია. მაშინ თითქმის ასეთი სიტუაცია გახდათ. ასლან აბაშიძე კვირაში 3 დღე თბილისში იყო. თუ მეტიც არა. ეს არის მინიმუმი. 3 დღე იყო თბილისში. ქუჩებში სეირნობა არ ვიცი მე სად დასეირნობდა, სად ადიოდა. ფაქტი ერთია, რომ დღეს არ გაასდენ და ისე რომ ზვიად გამსახურდიასთან მაინც არ შესულიყო. და ამ თამაშს კარგად თამაშობდა სხვათა შორის ძალიან ბოროტ განზრახებს რომელსაც ატარებდა ამას არასოდეს არ ავლენდა და თითქოს იგი კეთილდამოკიდებულებაში იყო და ყველა კანონი ვითომ უნდა გაეტარებინა და შეესრულებინა, მაგრამ ნურას უკაცრავად და იგი აღიარებს ასევე რომ თითქოს მას არ მოსწონდა ზვიად გამსახურდიას კადრები და ამიტომ იყო რომ ესე იგი თითქოს ზვიად გამსახურდიას ადანაშაულებს ამაში. აი ამ კადრების მერე როგორ შეიძლებოდა რომ ასლან აბაშიძეს ვინმეს კადრები დაემალ, ბარემ ოჯახში მოეწყო, სასახლეები ჰქონდა, მთელი აჭარა მაგისი იყო. ბარემ ოჯახში მოეწყო, მას უზენაეს საბჭოს სესიები რა თუნდა და დარბაზში რო აწოვდა. ნებისმიერ დროს შეეძლო თავის სასახლეებიდან ერთ-ერთ სასახლის დარბაზში ჩაეტარებინა სესია და შემდეგ იგი გადაიზრდებოდა კიდევ სხვა რამეში თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ასე რომ ასეთი დანაშაულებრივი ქმედება, რასაც იგი სჭადიოდა, ნამდვილად დასჯადი იყო, მაგრამ ზვიადი ერიდებოდა ამას გარკვეულ პერიოდამდე, როდესაც უკვე დადგა საკითხი პრეზიდენტად არჩევისა, საქართველოს სანამ პრეზიდენტად აირჩევდნენ, ჯერ კიდევ საჭირო იყო საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადება, რეფერენდუმი, ეს ყველაფერი გარდამავალი პერიოდი და ამ პერიოდში კადრების შეცვლა ნამდვილად არ იყო მიზანშეწონილი, ეს ვიცი მე თავად ზვიად გამსახურდიასგან, რომ იგი არ აპირებდა კადრების შეცვლას, მანამ სანამ საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ მიანიჭებდა იმ სტატუსს, რომელიც სტატუსიც მე მიენიჭა 9 აპრილიდან. ამის შემდგომ კი იგი თავისთავად უკვე დაიწყებდა კადრებზე მუშაობას, რომელიც როგორიც სჭირდებოდა სრულიად საქართველოს. ასე რომ ის დავა, რომ ზვიად გამსახურდიას კადრებია ესეთი ყავდა და ისეთი ყავდა, ნამდვილად არ არის ეს სამართლიანი შენიშვნა, იმიტომ რომ აქ იყო ერთეული პიროვნებები და არა მრავლობით რიცხვში, ნამდვილად ვერ ვიტყოდი. ეხლა ასლან აბაშიძეს მე კიდევ გითხრათ გასილებით სჯობდა არძინბა, იმიტომ რომ არძინბასთან ეს არ იყო. ეს სანათესაო ესე კლანური ისინი არ იყო. ბანდები ნამდვილად არ ყავდა. ასლან აბაშიძე კი გათავხედებული იყო და აი ამას ასე სხვათა შორის ამას ერთოდა ის, რომ იგი გახლდათ უშიშროების გენერალი, რომელიც შემდეგ ზვიად გამსახურდია მამოიღო თავად უშიშროების კომიტეტიდან. ასე რომ ასლან აბაშიძე არ ჩამორჩენია იმაში, რომ იგი იყო სპეცსამსახურების თანამშრომელი, იგი თუ კიდევ იმეორებ თურქეთის სპეცსამსახურებს ემსახურებოდა, რუსეთის სპეცსამსახურებმა და რუსეთის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქმა ჩვენ რა მდგომარეობამდეც მიგვიყვანა, თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ. მე მინდა რომ აქ საკითხები რომ არ გამომრჩეს, მე მინდა აქვე პირველ რიგში მისი უშუალო დამოკიდებულება
იმასთან დაკავშირებით პირველ რიგში რასაც იგის ჩადიოდა აჭარაში. აჭარა მთლიანად ხელში იყო, მისი სანათესაოს ხელთ იყო. უამრავი შეპესე ჰქონდა მისი ოჯახის წევრებიდან, მისი ქალიშვილი, მისი ვაჟიშვილი, მისი ცოლი, მე არ მაქვს ხა მიცვალებულზე აუგის თქმის უფლება, მაგრამ დაახლოებით 100-ზე მეტი შეპესეს ხელმძღვანელი იყო და ეს ქალბატონი მე სულ სხვანაირად წარმომედგინა, მე მეგონა ეს იყო ძალიან ისეთი ქართველი ქალის განსახიერება, დემამოსილი, რომელიც ნამდვილად არ უნდა ჩარეულიყო იმ საშინელ იმაში საქმიანობაში, რაც არის ეს შეპესეები და ფულის კეთება და რაღაც, მაგრამ როგორც ჩანს, იგი ყოველ შემთხვევაში დამონებული იყავდა თავის მეუღლეს თუ როგორ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას შეეძლო რომ უარი განეცხადებინა, ვინაიდან ეს იყო მისი ოჯახის, მისი ღირსების, თვითონ იმ ქალბატონის ღირსების შეურაცხყოფა. მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად იგი მას ხელთ ეპყრა, ესე იგი ჭადაკის აჭარაში იგი იყო ჭადაკის ფედერაციის პრეზიდენტი, მისი ქალიშვილი კი განაგებდა, ნუ ყველა შეპესეები იყო გადავსებული და აქედან ვერ ჩამოვთვლი, მე მაქვს პრესა, რომელსაც შემდეგ დაგიფიქსირებთ, მაგრამ დღეს არა მაქვს ეს გეგმაში. მისი ქალიშვილი კი ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა აჭარის ჩოგბურთის მის ვაჟიშვილს კი ჰქონდა მთელი სამშენებლო ბიზნესი ხელთ და ნუ ეს არის ძალიან ისეთი წვრილმანები, რომელიც ნამდვილად არც არის სალაპარაკო. ისეთი საშინელი კომბინაციები ტარდებოდა იქ, რომ ნამდვილად სამარცხვინო იყო სრულიად საქართველოსთვის, მაგრამ თურმე სამარცხვინო იყო საქართველოსთვის, მაგრამ მისაღები ყოფილა მთელი რიგი პიროვნებებისათვის და მთელი რიგი სახელმწიფოებისათვის და კერძოდ რუსეთისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც საქართველოში მოხდა არა სანამ მოხდებოდა პუტჩი, მანამდე ავად სახსენებელი ის ორი მერსედესი, რომელზეც იყო ლაპარაკი, რომ თურმე პრეზიდენტს მერსედესი არ უნდა ყოლოდა. მე თქვენ ერთს მოგახსენებთ, რომ ზიად გამსახურდიას ის მერსედესები არ ეკუთვნოდა, კიდევ ერთხელ გიმეორებთ და ამის შემოწმება ძალიან ადვილად შეიძლება საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სამეურნეო სამმართველოს სარეგისტრაციო ჟურნალში, სადაც დაფიქსირებულია ორივე მერსედესი როგორც სახელმწიფო საკუთრება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კუთვნილებაში იყო, ვინაიდან პიროვნება, ვინც ეს გამოგზავნა, მან ეს უფასოდ მოგვიწუნა, მაგრამ ზვიადმა არ ისურვა ესეთი გზა, აერჩია პირიქით, მან სახელმწიფო საკუთრებად გააფორმა. ჩამოყვანილი არისო ის ავტომანქანა, მეორე მანქანა, როდესაც ასლან აბაშიძემ სასწრაფო წესით ჩამოვიდა თბილისში და მაშინვე მოახსენა ზვიად გამსახურდიას, რომ მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრებოდა, კერძოდ ძმები ასანიძეების მხრიდან, რომლებიც შემდეგ დააპატიმრა და თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როდის იქნა გათავისუფლებული ერთი იმათთაგანი და საკმაოდ მოგვიანებით კარგახანს დაახო მან ციხეში, ასე რომ თითქოს ასანიძეები მას ემუქრებოდნენ ფიზიკური ლიკვიდაციით და აი ამ საბაბით ზიად გამსახურდიას უთხრა, რომ ჩემი გადარჩენა თუ გნებავთ ეს მანქანა მათხოვეთო და ორ კვირაში მე გერმანიიდან ჩამომივა ავტომანქანა, ამაზე ბევრად უკეთესი, იმიტომ რომ ეს ორივე მანქანა ნახმარი და შეეკეთებული იყო. ასლან აბაშიძის მართალია ჩამოვიდა ავტომანქანა საუკეთესო, ბრონირებული, ყოველ მხრივ, სხვათა შორის ზვიად გამსახურდის მანქანა არ იყო, მხოლოდ კარებები იყო ბრონირებული, არც სახურავი, არც იატაკი ბრონირებული არ იყო, არც წინა მხარე და არც მის ავტომანქანის უკანა მხარე, არც ერთი არ იყო, მხოლოდ კარებები იყო ბრონირებული. ასე რომ ასლან აბაშიძემ ის ავტომანქანა არ დააბრუნა, მაგრამ როდესაც საქართველოში ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ ფაქტობრივად შევარდნაძის აგენტურამ დაიწყო ყვირილი იმაზე, რომ ზვიად გამსახურდიას ყავდა ორი მერსედესი. რატომ არ ამოიღო ხმა თუნდაც სამეურნეო სამმართველოს უფროსმა,
თუნდაც ნუ სიგუა როგორ ამოიღებდა ხმას, როდესაც სიგუა თავად იყო ამის ორგანიზატორი და რასაკვირველია სიგუა ამას არ იტყოდა, რომ ეს იყო სამეურნეო სამმართველოს საქართველოს კუთვნილება და სამეურნეო სამმართველოს ჟურნალში იყო დარეგისტრირებული როგორც სახელმწიფო საკუთრება, ასე რომ ასან აბაშიძეს ერთხელაც არ უფიქრია, რომ გამოსულიყო ტელევიზიით, გამოსულიყო პრესაშიც დაებეჭდა, რომ ერთი მერსედესი პირადად ჩემს განკარგულებაშია, მე ვსარგებლობ ამ ავტომანქანით. ეს იყო ღალატი, რომ მან მისცა შესაძლებლობა უჩისტებს, რომ ასლან აბაშიძეს ხელშეუხებლებელი დაეტოვებინა და თავისთავად რომ არ გაეცნობიერებიათ საზოგადოება, რომ არა ეს ამ ერთის მფლობელი გახლავთ, დროებით სარგებლობაში იყო თუ მუდმივ სარგებლობაში, ყველა კარგად ხედავთ, არავის არ აყავს მუდმივ სარგებლობაში არაფერი, იმიტომ რომ ყველა დროებით ვართ ამ ქვეყნად მოსულები. აქედან გამომდინარე თავისთავად გაირკვა, რომ ამ კაცის პოზიცია უკვე აშკარად გამოვლინდა. არაერთ გზის თქმულა ის, რომ ასლან აბაშიძეს უნდა გაეკეთებინა განცხადება, თუ მას მამაკაცური ღირსება ჰქონდა და სამართლიანობის შეგრძნება ჰქონდა, მაგრამ არავითარი. მან ყველაფერი გააკეთა იმასთან, იმიტომ რომ იგი უშუალო კავშირში იყო რუსეთთან, პირადად გორბაჩოვთან, პირადად შევარდნაძესთან, რომელსაც მე მოგახსენებ თავად ამონარიდებს აგიკითხავთ, რომელიც პირდაპირ კავშირში გამოდის შევარდნაძესთან და მისი უშუალო მომხრე არის და საქართველოში მიმდინარე პროცესები თუ კი რამ არის უარყოფითი ყველაფერი ამ საქმის კურსია და არანაირად არ ცდილობს იგი რომ თავისთავად ხელი შეუწყოს და კანონიერი ხელისუფლების პოზიციები დაიკავოს, იმიტომ რომ კანონიერი ხელისუფლება ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ იყო, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ეს იყო დაგეგმილი ოპერაცია, რომ დაწყებულიყო პუტჩი და ამის ყველაფრის მცოდნე გახლდათ და საქმის კურსში იყო ასლან აბაშიძე. მე მინდა ასევე მოგახსენოთ ძალიან საინტერესო ერთი წუთით მე აქ მოვნიშნავ რაღაც საკითხებს. ხო, ასევე შემდეგი სხვათა შორის ასლან აბაშიძემ ერთი წუთით როდესაც უზენაესი საბჭოს აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე იყო, მას არასოდეს არ მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ასევე მას საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტში 1 კაპიკი ფულიც არ ჩაურიცხავს. იყო ისეთი მომენტი, როდესაც საქართველოში მოხდა მიწისძვრა, თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, ეს იყო რაჭა და იმერეთი და მას არავითარი ერთი მანეთის დახმარება არ გაუგზავნია და ან კიდევ ან პროდუქტებით, ან სხვა ჰუმანიტარული დახმარება არავითარ არ მიუღია ამაში მონაწილეობა და თავისთავად აქვეყნალად გამოიკვეთა რა აწყობდა ასლან აბაშიძეს და საერთოდ რისთვის იყო მიტმასნელი ზვიად გამსახურდიასთან. მე ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც ასლან აბაშიძე როდესაც პუტჩი მოხდა, პუტჩი იწყებოდა, ასლან აბაშიძემ შეიფარა აკაკი ასათიანი და დაახლოებით თვეზე მეტი ხნის მანძილზე როდესაც ზვიად გამსახურდია მიმართავდა და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავდა რომ ჩამოსულიყო აკაკი ასათიანი თბილისში და მას პირდაპირ უზენაეს საბჭოს პრეზიდიუმის მას გააკეთა მიმართა რომ არავითარ შემთხვევაში არ გადადგა ეს ნაბიჯი, იგი არ ჩამოვსულა საქართველოში და ასლან აბაშიძესთან ერთად ისინი გეგმავდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესები როგორ უნდა წარმართულიყო. კერძოდ ერთმაც იცოდა და მეორემაც რომ საქართველოში პუტჩი დაწყებული იყო მაშინ უკვე როდესაც ეს მიმართვები გაკეთა და ვინ უნდა ჩამოსულიყო საქართველოში ესეც ძალიან კარგად იცოდა ორივემ, ასე რომ ხელი არ უნდა შეეწყოთ იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელიც მოითხოვდა დედაქალაქში ჩამოსვლას, ასლან აბაშიძე და აკაკი ასათიანი ერთობლივად ატყუებდნენ
საქართველოს დასავლეთ საქართველოს გულისხმობდნენ და ასევე აჭარის მოსახლეობას, რომლებიც ცდილობდნენ რომ თავიანთი ხმები, რომლებიც მათ მის რეფერენდუმში მისცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, აი ეს ხმები რომ დაეცვათ და ასევე საარჩევნო ხმები, რომელთაც აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდია. ასევე არ გაუწიეს მათ ანგარიში და იცურვეს საზოგადოების წინაშე. ეს იყო არა მხოლოდ მიტინგებზე და მანიფესტაციებზე, არამედ სატელევიზიო და რადიო გამოსვლები იყო, რომ საქართველოს დედაქალაქს არაფერი არ უჭირს, არ არის საჭირო დედაქალაქში ჩასვლა და ამით მათ ხელი შეუწყეს პუტჩის გაგრძელება საქართველოში, რამაც გამოიწვია შემდეგ კანონიერი ხელისუფლების დამხობა და მრავალი მოქალაქის ფიზიკური ლიკვიდაცია, საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა და შემდგომ უკვე საქართველოს როგორც სახელმწიფოს არარსებობა. აქედან გამომდინარე, თავისთავად ასან აბაშიძემ დაუფასა აკაკი ასათიანს ის ღვაწლი, რომელიც მან გაიღო მის მიმართ და მოხდა ისე, რომ შემდგომ როდესაც შევარდნაძე ჩამოვიდა და დიდი სამით შეეგება შევარდნაძის ჩამოსვლას და თამაში დაიწყო, თითქოს იგი არ ჩამოვიდოდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში იმის გამო, რომ მას ტერაქტებს მოუწყობდნენ, ეს იყო აბსოლუტური სიცრუე. მე გვარს და სახელს არ დავასახელებ პიროვნებისას, მაგრამ დავასახელებ ქუჩას. ბაკეში, რაზმაძის ქუჩაზე. თითქმის ყოველ კვირას, თითქმის კი არა ყოველ კვირას ასლან აბაშიძე ჩამოდიოდა და ფარული შეხვედრები ჰქონდა ედუარდ შევარდნაძესთან, რასაც იგი კატეგორიულად ასაიდუმლოებდა, ისევე როგორც ედუარდ შევარდნაძე, ესენი ერთმანეთს აძლიერებდნენ. თავისთავად ცხადია, რომ დაფასებაა და როდესაც მან ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული აღორძინება, პოლიტიკური ორგანიზაცია აღორძინების გარდა ყველაფერი იყო. მან იმ აღორძინებისში რასაკვირველი გაიყვანა ეგრეთ წოდებულ დეპუტატებად საქართველოს მოსისხლე მტერი ვახტანგ რაზმაძე და ასევე საქართველოს მოსისხლე მტერი მოღალატე აკაკი ასათიანი. ამავდროულად ვახტანგ რაზმაძე გახლდათ ქალაქ თბილისის აღორძინების პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომლისთვისაც ასლან აბაშიძემ ბათუმიდან ავტომანქანა მერსედესი გამოუგზავნა საჩუქრად. ეხლა გვიპასუხოს ასლან აბაშიძე, რომელიც დასახლებული ბრძანდება მოსკოვში. რა უფლება ჰქონდა ამ საჩუქრების, ეს ნაჩუქარი და საჩუქრები არ ნიშნავდა დანაშაულებრივ ქმედებას და ის ეგრეთ წოდებული პროკურორი, რომელმაც საქმე აღსა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ, რომ თითქოს მან სახელმწიფო ხარჯებით და თანხებით მერსედესები მიითვისა, რომელ სახელმწიფო ხარჯებზე იყო საუბარი, როდესაც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო ის ორივე მერსედესი, მაგრამ მან რომ ასლან აბაშიძისგან მერსედესის გარდა რაც მიიღო, მე ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი, მაგრამ აქ უკვე ავტომანქანა მერსედესია ლაპარაკი, რომელიც ოფიციალურად პრესაშიც არის გამოქვეყნებული. თავისთავად ცხადია, რომ ესენი იყვნენ, მექრთამეებიც იყვნენ და მექრთამეობა აქ ისე ძალიან რბილად ნათქვამი სიტყვა, რომ შეარჩია ზუსტად ის ხალხი, რომლებსაც ბჭყალებში დიდი დამსახურება ჰქონდათ კანონიერი ხელისუფლების დამხობაში. და კერძოდ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და მე შეგახსენებთ ერთ მომენტს. შეიძლება თქვენ მკითხოთ, ვინც საქმის კურსში ბრძანდებით, მაშინ ზვიად გამსახურდიამ რატო დატოვა პროკურორად, გენერალურ პროკურორად ვახტანგ რაზმაძე. მე ერთხელ უკვე მოგახსენეთ, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მსმენელს გადაავიც და ან შეიძლება ყურადღებით არ მოისმინა, ან საერთოდ არ მოისმინა ის ჩანაწერი. მე მოგახსენებთ, რომ მამაკაცი, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი მამაკაცის წინაშე,
მუხლებზე დავარდება, დაიჩოქებს და ცრემლად დაიღვრება და პირობას დადებს, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოში ეს შაოსანი დედები, რომლებიც ბრძანდებიან და მათი შვილების და მათი ოჯახის წევრების მკვლელები ჯერ კიდევ არ არიან დასჯილები, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოში ეს კორუფცია, კომუნისტების დროინდელი კორუფცია, რაც იყო ყველაფერი აილაგმება და ის პიროვნებები, რომლებიც ჩვენთვის ყველასათვის ცნობილია, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კანონიერი ხელისუფლება უკვე ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ის მიზნები, რომ უნდა ემსახურო შენ ერს და შენ ხალხს, აი ეს დევიზი ჩემთვის იქნება ისეთივე აუცილებელი და ისეთივე სანუკველი და საოცნებო, რომელიც როგორც არის მიგი რასაკვირველია მორწმუნე არ იყო, მაგრამ თავისი ოჯახის წევრები დაიფიცა. აქედან გამომდინარე, ხა მამაკაცი, რომელიც ატირდება და აღრიალდება და ამის შემდეგ პატარა რაღაცას გააკეთებს და ისევ შემდეგ ჩადის დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც აბავს ხლართებს არა მხოლოდ თბილისში, არამედ თბილისის ფარგლებს სცილდება და აქეთ გადმოდის უკვე შეტევაზე, აქ უკვე ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ მან თავისი ცოდვები წაიღო და სადაც არის, იქაც როგორც არის მე არ მაინტერესებს, მაგრამ მათ შვილებზე და მათ შვილიში ოჯახის წევრებზე რომ გადავა ყოველივე ეს, აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტი არის ამაზე. შემდეგი საკითხი მე აუცილებლად მინდა მოგახსენოთ. როდესაც პუტჩი მოხდა და ჩვენ გაძევებული ვიქენით იარაღის ძალით საქართველოს ტერიტორიიდან, აჭარას აცხადებდა საზოგადოება, რომ აჭარა არის ისეთი თავისუფლების ადგილი საქართველოში, კუნძული არა, მაგრამ რაღაც თავისუფლების რაღაც დიდი ტერიტორია, რომელშიც მხედრიონი ვერ ბედავს შეცვლას და იქ ყველაფერი არის მოწესრიგებული. ნუ რას უკაცრავად შემოკარგებო. აჭარა არ დაემორჩილა 1991 წლის 15 სექტემბრის განკარგულებას და დადგენილებას. განკარგულება გახდათ პრეზიდენტისა, დადგენილება გახდათ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსი, რომელთაც რუსეთის საქართველოში დისლოცირებულ რუსის ჯარს მიანიჭა საოკუპაციო სტატუსი. მას იმ დღიდან, როდესაც დაინიშნა თარიღი, რომ უნდა დაეწყოთ გასვლა რუსეთის საოკუპაციო ჯარს საქართველოს ტერიტორიებიდან, ასლან აბაშიძემ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და აჭარის ტერიტორიაზე დარჩა რუსის ჯარი. სწორედ ეს ის რუსის ჯარი იყო, რომელიც ჩვენ გვამხობდა და წარმოიდგინეთ, ახლა მხედრიონი რატომ შევიდოდა იმ ტერიტორიაზე, აჭარის ტერიტორიაზე, რომელიც თავად მათი მაშველი რაზმი კი არ იყო, მათ წამყვანი ძალა ეს იყო და მხედრიონი მათ ეხმარებოდა, კიდე დამატებით ძალად სიყენებდათ. და რატო შევიდოდა აჭარაში? აჭარაში შედიოდა, როგორ არა, მხედრიონით შედიოდა, სასტუმრო ინტურისტი მაგათვისზე იყო გამოწერილი, მაგათ გარდა იქ არავინ არ ისვენებდა, დროსაც ატარებდა კარგად, აბსოლუტურად ყველაფერს თანხებსაც კარგს ღებულობდნენ იქიდან. ასლან აბაშიძე ძალიან კარგად აფინანსებდა მათ და თუ როგორ აფინანსებდა თავად ჯაბა იოსელიანს, ედუარდ შევარდნაძეს, ამასთან დაკავშირებით არსებობს მასალები და ამიტომ შეინარჩუნა ასლან აბაშიძემ ის ეგრეთ წოდებული ადგილი, რომელიც ვიადგამსახურდიასგან მიიღო. ის თუ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი იყო და ამ კონსტიტუციის დამცველი. რატომ არ დაიცვა ეს კონსტიტუცია და რატომ ჩაატარა მან ეგრეთ წოდებული არჩევნები? ხო იცოდა, რომ ეს არალეგიტიმური იყო. ესე იგი, მან ყველანაირ უკანონობა, ამის შემდეგ, რაც მე თქვენ გაჩვენეთ და დანარჩენი, რასაც მე ვსაუბრობ. ყოველივეს უკანონობას ჩადიოდა, მაგრამ ხომ გეუბნებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვიადგამსახურდია ელოდებოდა გარკვეულ პერიოდს, როდესაც ეს პერიოდი რაღაც საქართველოსთვის გარდამავალი პერიოდი ჩატარდებოდა ისე მშვიდად და კარგად, შემდეგ ყველა ავტონომიურ რესპუბლიკებში შეიცვლებოდა ხელისუფლებას და ყველაფერი ჩატარდებოდა ისე მოწესრიგებულად, საქართველოს არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა არც აჭარის ტერიტორიაზე, არც აფხაზეთის, არც ამაჩაბლოს.
მე ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა მოგახსენოთ. ასლან აბაშიძეს, რომელსაც ერთი კაპიკი არ გაუღია საქართველოს მოსახლეობისათვის, კერძოდ აჭარის ტერიტორიის მიღმა ცენტრალური საქართველოში მომხდარი ცვლილებების დროს. მე კიდევ ერთხელ გითხრა და კიდევ აფიქსირებ. ეს იყო რაჭასა და იმერეთში მომხდარი მიწისძვრა. აბა ეხლა გადავხედოთ რა ხდებოდა აჭარაში დისლოცირებული სამხედრო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მომსახურეთა მიმართ. არა ზვიად გამსახურდიას პერიოდში ეს ისე ფარულად და ჩუმად კეთდებოდა, რომ მისი ვიდეო ჩანაწერები და ფირები ნამდვილად არ ქონია, თორე ზვიადი რასაკვირველია ამასთან გარკვეულ ღონისძიებას გაატარებდა. მაგრამ ეს მოხდა მას შემდეგ, როდესაც ჩვენ დაგვამხეს და ვიმყოფებოდით ქალაქ გროზნოში და იყო ასეთი გადაცემა რუსეთის სპეცარხებიდან პირდაპირ ოსტანკინოდან მიმდინარეობდა გადაცემა, რომ ასლან აბაშიძე იმდენად კარგი პიროვნებაა და იმდენად დადებითი, რომ იგი კი არ დაუპირისპირდა რუსეთს, არამედ პირიქით შეიფარა მან და მან არ აიძულა, რომ გასულიყო და ოკუპანტის სტატუსი მინიჭებული კი ჰქონდა რუსის ჯარს, რომელიც დისლოცირებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ამას მან ანგარიში არ გაუწია, დატოვა ეს ხალხი ხელშეუხებელი, რომელმაც შემდეგ დაიცვეს თავად ასლან აბაშიძე ყოველ მხრივ, როგორც პოლიტიკურად, ფიზიკურად და ასევე ტერიტორიულადაც დაიცვეს აჭარის ტერიტორია და თავისთავად ცხადია ეზიდებოდნენ იმ აჭარის ტერიტორიიდან, რაც კი მოესურებოდათ. აქედან გამომდინარე, მე მოგახსენეთ, რომ ოსტანკინოს ტელევიზიით გაშუქებული იქნა მისი ასე ვთქვათ მეგობრული და ესეთი ჟესტი, დიდი სიყვარულის ჟესტი რუსი სამხედროების მიმართ და კერძოდ აგვაჩვენეს საბანკეტო დარბაზები, სადაც იგი სადღესასწაულო დღეებში იწვევდა სამხედრო მოსამსახურეებს მათი ოჯახის წევრებით, მეუღლეებთან ერთად და მათთვის სპეციალურ ვახშამს და ან სადულს მართავდა. მაგრამ მათ შვილებს, რომლებიც იყვნენ უკვე ზრდადასრულებულნი, გარკვეული თანხა ეძლეოდათ, ეს იყო $100-დან ზევით, ასაკის მიხედვით და მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიოდნენ, მათზე ყველაზე იყო $50 საჩუქრად. წარმოიდგინეთ ახლა იქ რამდენი ათასი სამხედრო იყო დისლოცირებული, ეს ერთია. მერე სახლები, რომლებიც პირდაპირ საკუთრებაში გადასცა რუსეთის სამხედრო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის წარმომადგენლებს, რომლებიც დისლოცირებული იყვნენ აჭარის ტერიტორიაზე და თავისთავად შექმნეს მითი იმის შესახებ, რომ ასლან აბაშიძე იმდენად შეუვალია და იმდენად ძლიერია, რომ მასთან ვერ ბედავს ხედიონის შესვლა. ხედიონი ისე კარგად დადიოდა შვენივრად, ყველაფერს აკეთებდა, რაც უნდოდა, მაგრამ ეს იყო ღალატის საფასურად. როგორ საქართველოს ამხობენ, აფხაზეთი მიაქვს და აჭარას ვეღარ წაიღებდნენ? მით უმეტეს თურქეთი რა დაინტერესებული არ იყო აჭარის ტერიტორიით? რატომ თქვა სააკაშვილმა, ჩვენ სამხრეთელ მეზობლებთან იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ არ გჭირდება ჩვენ მათთან საზღვარიო. ფაქტობრივად მან ფრჩხილები გახსნა, რასაც აკეთებდა ასლან აბაშიძე, იმას ცოტა კი არა, კარგად გადააჭარბა, მაგრამ ამაზე სიტყვის მთქმელი არავინ არ არის. ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი ერთი წუთით გროზნოში ყოფნის პერიოდი, როდესაც ჩვენთან ჩამოდვიდა ვალერია ნავადვორსკაია, ეს გახლავთ წითელი დისიდენტი, რომელმაც ზვიად გამსახურდია სთხოვა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მომანიჭეთო, თუ შეიძლება მე იმდენად ისე ვიბრძიო საქართველოსთვის, რომ თქვენ დაგამხეს ეს ნამდვილად უკანონობა იყო და კატეგორიულად დავიცაო საქართველოს ინტერესებსო, ყველგან და ყოველ მხრივ. და ზვიად გამსახურდიას თხოვა, რომ იგი ზვიად გამსახურდიას მისთვის მიენიჭებინა საქართველოს მოქალაქის სტატუსი. ამ სტატუსით მე შესაძლებლობა მომეცემა, რომ ყველგან ვისაუბრო საქართველოში მომხდარ
ფაქტებთან დაკავშირებითო. ერთხელ ჩამობძანდა ორჯერ და შემდეგი ჩამოსვლა გახლდათ ძალიან მძიმე ჩვენთვის, ვინაიდან ეს ქალი უკვე საბოლოოდ გაიშიფრა. და სხვათა შორის ამას წინ უძღოდა ის, რომ იგი შესანიღბად ჩამოვიდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში და გადაწყვიტა, რომ აქცია მოეწყო შევარდნაძის წინააღმდეგ, რითაც ბჭყალებში დაუმტკიცებდა ზვიად გამსახურდიას ერთგულებას და თავისთავად ამხელდა, რომ შევარდნაძე იყო არალეგიტიმური, უკანონო, უზურპატორი და ამას მთელი მსოფლიო დააფიქსირებდა და თავისთავად, მაგრამ შევარდნაძე იმდენი მოახერხა, რომ ეს ვალერია ნავადორსკაია ორი დღით ვითომ დააპატიმრა და შემდეგ გააგზავნეს იგი ბათუმში. ბათუმში გააგზავნეს და ჩააბარეს ასლან აბაშიძეს. ასლან აბაშიძესთან აჭარაში კერძოდ, ასლან აბაშიძემ იქ საუკეთესო ნომერის მისცა სასტუმროში. იგი უზრუნველყოფილი იყო ყველანაირად ფინანსურადაც და ყოველ მხრივ, რადგან მე ყოველ მხრივ ვამბობ, აქ უკვე იგულისხმება ფინანსური მხარეც და ის, რასაც იგი მოისურვებდა, ყველაფერს ააკეთებდა და სწორედ ამის საზღაურად იგი როდესაც დაბრუნდა მოსკოვში, მან ასეთი დავალება მიიღო მოსკოვიდან. კერძოდ, მოსკოვს ბოლომდე არ აწყობდა ედუარდ შევარდნაძე საქართველოში, მას უფრო მეტი დამსახურება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინაშე დიდი დამსახურება ჰქონდა, საქართველოს მოსახლეობის მხრივ იგი მიუღებელი იყო და იმიტომ იყო, რომ ის არეულობა და მის წინააღმდეგ ეს მანიფესტაციები და მიტინგები არ წლებოდა და მოითხოვდნენ შევარდნაძის წასვლას საქართველოსთან და ტერიტორიის დატოვებას, ასე რომ რუსეთმა იფიქრა, მოდით შევარდნაძეს ჩავანაცვლებთ ასლან აბაშიძით, ოღონდ ჩვენ გვჭირდება, რომ ზვიად გამსახურდიამ სგან მივიღოთ რაღაც დოკუმენტური მტკიცებულება. მე ერთი შეკითხვით შევდივარ ყველასთან. ეს ხდება ზაფხულის თვეში, დაახლოებით იყო ივლისი, დიახ, 92 წლის ივლისი გახლავთ. ზვიად გამსახურდიაზე, როდესაც ამბობდნენ რუსები, რომ დავამხეთ აპალნი პრეზიდენტ და სევარდნაძე პრეზიდენტ და რაღაცები და უკვე იგი არის დამხობილი და იქ სიგუა გამოდის, რომ მას სახელმწიფო საბჭომ გააუქმა პრეზიდენტის ინსტიტუტი და ასე შემდეგ და ისე შემდეგ და შემდგომ ამისა ოსტანკინო ამ სისულელეებსაც იმეორებს. მე ერთი შეკითხვით მინდა ყველა პოლიტიკოს მიმართო, რუსეთში თუ საქართველოში თუ რუსეთის ფარგლებს მიღმა, თუნდაც ევროპას და თუნდაც ამერიკას. მაშინ რატომ მოითხოვდა ვალერია ნავადორსკაია ზვიად გამსახურდიასგან, რომ ასლან აბაშიძისთვის მიეცა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. როდესაც ზვიად გამსახურდიას ასეთი განცხადებით მიმართა, რომ ზვიად შენთვის არ არის ძნელი, რომ ასლან აბაშიძე გააფორმო ვიცე-პრეზიდენტად და შენი წარმომადგენელი იქნება საქართველოში და ეს ბევრად უკეთესი იქნება შენთვისო. ზვიადი მაშინვე მიხვდა, რომ მის ფიზიკურ განადგურებაზე იყო საუბარი. როგორც კი ზვიად გამსახურდია ჯერ ისეთი რომც არ გაენადგურებინათ ფიზიკურად, ზვიად გამსახურდიას ამის დაწერის უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან როდესაც ტარდება არჩევნები, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყოველთვის ცხადდება, რომ ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები თუ ვიცე-პრეზიდენტის არჩევნებიც. მაშინ ასლან აბაშიძე უნდა 26 მაისს 91 წლის 26 მაისს უნდა დაფიქსირებულიყო როგორც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობისთვის მებრძოლი, ისევე როგორც ზვიად გამსახურდია პრეზიდენტობისათვის არ იბრძოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე ფიქსირდება ყველგან. მაშინ კანდიდატები, პრეზიდენტობის კანდიდატი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. ეს არ დაფიქსირებულა და კონსტიტუციაში არ არის, რომ პრეზიდენტს ხავს ვიცე-პრეზიდენტი და როგორ შეიძლებოდა ამის შესვლა. და ზვიადმა უთხრა, შენ პოლიტიკაში ხარო და როგორ ამდენი არიცი, რომ კონსტიტუცია ამის ნაბიჯის გადადგმის უფლება არავის არ აქვს, არც მე და არც არავის, იმიტომ რომ მე უკვე გითხარით წინაპირობა იმისა, რასაც კონსტიტუცია აფიქსირებს. არო ზვიადო ეუბნება ნავადორსკაია, არავითარ მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შენ ეს დაწერო და აქ ყველაფერი უკვე მოგვარებული იქნება ისე როგორც საჭირო არის. აქ უკვე ყველა დასკვნების გაკეთება ყველა თქვენთაგანისთვის მომინდვია, რაც იყო ჩაფიქრებული.
ასლან აბაშიძის ჩანაცვლება უნდათ შევარდნაძე გამორიცხული იყო ვინაიდან და აქ უკვე კონსტიტუციურად იქნებოდა იგი უფლებამოსილი რომ შემდგომ უკვე ლეგიტიმური გაეხადა ეგრეთ წოდებული ხუნტა ამაში იყო სხვადასხვა ჩანაფიქრი და ერთ-ერთი ეს იყო და ერთი მთავარი ის იყო რომ მაშინ ზვიად გამსახურდიას უკვე ფიზიკური ლიკვიდაციაც ადვილი იყო არც მერე გაჭირებია და არც მანამდე გაუჭირდებოდათ როდესაც უკვე შენს უფლებამოსილებას გადასცემ ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხდება და მის თუ ყავს ვიცე-პრეზიდენტი იკავებს მის ადგილს და თუ ხდება დავუშვათ რაღაც უბედური ტრაგიკული შემთხვევა ამ შემთხვევაში ხდება აი ეს პროცედურა. აქ არც ერთ შემთხვევას არ ქონია ადგილი, ვინაიდან არ ყავდა ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს და ზვიად გამსახურდიას ნაწერს თუ ამოდენა იურიდიული უფლებამოსილება გააჩნდა, მაშინ საიდან გააუქმა სამხედრო და სახელმწიფო საბჭომ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ხომ ვარდებიან ახლა ესენი გამოუვალ მდგომარეობაში და თავისთავად ცხადია, რუსეთმაც იმხილა საკუთარი მიზნები და ასევე უკვე გაშიფრეს თავიანთი მოგზავნილი ნავადორსკაია ისე რომ მათ ინტერესებს უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ეს არ მოხდა, ვინაიდან ზვიად გამსახურდიას ამის გაკეთების უფლება არ ქონდა ერთადერთი იმის გამო, რომ კონსტიტუციის წინააღმდეგ იგი არასოდეს არ წავიდოდა. შემდეგი საკითხი არის ზუსტად სანამ ჩვენ ვიმყოფებოდით გადასახლებაში კი არა გაძევულნი როდესაც ვიმყოფებოდით ქალაქ გროზნოში შემთხვევით აღმოჩნდით ჩვენ არავინ არ დაუშვას რომ ჩვენ გეგმა ქონდა გროზნოში წასვლისა მოხდა ასეთი რამ ჯერ ზვიად გამსახურდიასთან ჩამოვიდა კერძოდ ჩვენთან გროზნოში ჩამოვიდა ასლან აბაშიძის უახლოესი პირი ბადრი მელაძე გახდათ ეგრეთ წოდებული აღორძინების ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ბადრი მელაძე გახდათ ის პიროვნება რომელსაც ძალიან ბნელი და შავი წარსულის მქონე ადამიანი არის და სხვათა შორის ზვიად გამსახურდიამ ბადრი მელაძე გაიცნო მაშინ, როდესაც მე თქვენთვის შეიძლება ცნობილი იყოს ბევრი ჩვენთაგანისთვის და როდესაც აჭარიდან აჭარლები გადასახლებული იქნენ კრასნოდარის ოლქში, მაშინ უკვე აჭარელი ლტოლვილების შესახებ დაიწერა ზვიად გამსახურდიას რამოდენიმე სტატია და ზვიად გამსახურდიამ ჯერ კიდე კომუნისტების დრო არის და ზვიად გამსახურდიამ დაიწყო ბრძოლა იმისათვის რომ აჭარელი ლტოლვილები დაებრუნებინათ აჭარაში. მართლაც განხორციელდა ეს დიდი ბრძოლის შედეგად ეს განხორციელდა ვინც სურვილი გამოთქვა რომ დაბრუნებულიყო თავის მშობლიურ მიწა-წყალზე ისინი ყველა დაბრუნდნენ და მათ შორის იყო ეს ბადრი მელაძე. ბადრი მელაძე თავისთავად ზვიად გამსახურდიასთან შეთამამდა ასე ვთქვათ, მაგრამ ზვიად გამსახურდია თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ვინც ასეთი ბნელი წარსულის ხალხია, ცოტა დისტანციური იყო, კი არა, საკმაოდ დისტანციური იყო. ასლან აბაშიძის დავალებით, თუ ვისი დავალებით, ყოველ შემთხვევაში ბადრი მელაძე, რომელიც დღეს გახლავთ მაშინაც იყო, მაგრამ მაშინ იყო კგბ-ში და ეხლა არის ფსბ-ში. პოლკოვნიკი გახლავთ ბადრი მელაძე. და მისი ვაჟიშვილიც ასევე მან დაამთავრა მოსკოვის ფსბ-ს აკადემია და არის საკმაოდ მაღალ ჩინოსანი და მაღალი თანამდებობის პირი. საერთაშორისო ტელევიზიით, როდესაც აჩვენეს მოსკოვის სიუჟეტები, ერთი პერიოდი გამოჩნდა ბადრი მელაძე, რომელმაც პიჯაკი აიწია და თავზე წამოიფარა, იმიტომ რომ მისი სახე არ დაეფიქსირებინათ. იგი მოღვაწეობს ასლან აბაშიძესთან ერთად იმყოფება და იმ პიროვნებებთან ერთად მოსკოვში, რომლებიც დღესდღეობით არ ვიცი მე რას იქმიან, მაგრამ მე ვიცი ბადრი მელაძე რისთვის იყო გამოგზავნილი გროზნოში. ბადრი მელაძეს ასეთი შეთავაზება ჰქონდა ზვიად გამსახურდიას მიმართ, რომ ბატონო ზვიად, რადგან ბავშვები იცოდნენ, რომ ეხლა ბავშვები ძალიან
მძიმე განცდებში იყვნენ საქართველოსთან გაძევების შემდგომ და რადგან ბავშვები ასე მძიმე განცდებში იმყოფებიან საქართველოსთან გაძევების გამო მოდით და ქალბატონი მანენა ბავშვებთან ერთად ჩამოვიდნენ აჭარაში. იქ ისინი მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული იქნება და თქვენ კი დარჩით გროზნოში ქალბატონი ელენე ლელე ჩემი და ზე არის საუბარი აქ იქნება თქვენთან თქვენ არავინ არ გაგიჭირვებთ და სამაგეროდ ცოტა ხნით ბავშვები რაღაც გადაერთვებიან და ამ ფსიქიკური და ფიზიკური ტრავმა იყო თუ რაც იყო სტრესებიდან გამოვლენ მიუხედავად იმისა რომ ეხლა სტრესები გქონდა თუ რა გქონდათ მე ნამდვილად არ მიგხსნიათ ჩემი შვილებისგან მით უმეტეს მე ექიმი ვარ და პედიატრი გახლავართ რასაკვირველია განცდებში იყვნენ მაგრამ ეხლა სტრესები და ისინი მერე ვლინდება რომელიც მათში არ შემინიშნავს სტრესები მერე იყო როდესაც ვიად გამსახურდეს ფიზიკური ლიკვიდაცია მოხდა აი მერე უნდა გენახათ სტრესები თორე მანამდე ბავშვები მაინც ოცნებებში იყვნენ იმის ოცნებებში იყვნენ რომ ისინი მაინც დაბრუნდებოდნენ საქართველოში და ამის ოცნებით და აი ის უკვე რაც მოხდა რომელიც ვერასოდეს ვერ მოიტყვებ უკვე ამით თავს ზუსტად გამსახურდია ლიკვიდირებული იქნა და იგი არასოდეს აღარ დაბრუნდებოდა ჩვენთან რასაკვირველია ეს იყო ყველაზე დიდი და მტკივნეული დარტყმა ყველა ჩვენთაგანისათვის და მე მომართა ამ დროს ბადი მელაძემ იცით რა ქალბატონო მანენა თქვენ დაწერეთ განცხადება ქალბატონი მაგულის სახელზე მე ვუსმენ ახლა ყურადღებით და რა განცხადებად უნდა დავწეროთ ვეკითხები და იგი პასუხობს რომ ქალბატონ მაგულის მიმართეთ რომ თქვენ გინდათ საქართველოში დაბრუნება და რომ მან როგორც უზენაესი აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მეუღლემ თქვენ შეგიფაროთ აჭარაში ნუ მე ეს მოვისმინე ყველაფერი ძალიან ოლიმპიური სიმშვიდით და უპასუხე ერთი რამ კი მაგრამ პრეზიდენტის მეუღლემ აჭარის უზენაესი საბჭოს ეგრეთ წოდებული იყო იმიტომ რომ შევარდნაძესთან თანამშრომლობდა და ხუნტასთან თანამშრომლობდა იგი თავად პუჩისტი გახდა და არ ექვემდებარებოდა და არასრულებდა საქართველოს კონსტიტუციას არ იცავდა და თავისთავად უკვე ნათელი იყო მისი პოზიციას და მისი ურთიერთობები და მე ვუპასუხე მაშინ რომ მაგრამ მე მაგული ვინ არის პრეზიდენტის მეუღლეა რომელიმე სახელმწიფო პირის ისეთი აღმატებული სახელმწიფო პირის მეუღლე გახლავთ რომ მე მას თხოვნით უნდა მიმართო რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფეხი დამადგმევინოს მე ვთხარი ეს არასოდეს არ მოხდება დიდი მადლობა და ნუ გავისტუმრეთ აი ასეთი ჩანაფიქრი ასეთი იყო სხვათა შორის რომ ზვიადი მარტო დაეტოვებინა ჩემდასთან ერთად ჩვენი ნამდვილად ძევლად აგვიყვანდნენ იმიტომ რომ იქ რუსის ჯარი იდგა იქ მხედრიანი თავისუფლად დადიოდა ან შვილებს იქ მომიკლავდნენ და თავისთავად შესრულდებოდა ის რაც მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ ეს აბსოლუტურად გამორიცხული იყო ამიტომ მოგახსენეთ მე ბადი მელაძეზე და ეს ბადი მელაძისგან მარტო არ წამოსულა ეს წამოვიდა მოსკოვიდან ეს წამოვიდა შემდეგ აბაშიძემ დაუძახა თავის უახლოეს ახლა გოგიტიძეს არ დაუძახებდა თავის ოჯახის წევრს არ დაუძახებდა არ ჯემალ გოგიტიძეს და არ სოსო გოგიტიძეს და ამ სოსო გოგიტიძესთან დაკავშირებით მე ერთი რამ მინდა მოგახსენოთ რომ იგი გახლავთ იმის მაგული გოგიტიძის ძმა რომელიც გენერალ-მაიორი გახადა 8 კლასს დამთავრებული აბსოლუტური უმეცარი მე ასე ვიტყოდი რომ არანაირი განათლება მას მიღებული არ ჰქონდა და ინტელექტუალურად და ძალიან ჩამორჩენილი იყო და დაცვის უფროსად დანიშნა ასლან აბაშიძემ და შემდეგ ხო წაგიკითხეთ უშიშროების მინისტრად აკურთხა როდესაც ჩვენ ვიმყოფებოდით მოსკოვში ბორის ელცინის ინაუგურაციაზე მიწვეულები იქ დაგვხვდა რასაკვირველია მის დაცვის უფროსი კორჟაკოვი გენერალი კორჟაკოვი გრაჩოვიც იყო მაშინ და სულ ყველა მაგრამ რასაკვირველია ხა ჩვენ ურთიერთობა მათთან ჩვეულებრივი ჰქონდა იმიტომ რომ მიწვეული ვიყავით ჯერ ინაუგურაციაზე შემდეგ იყო იმის შემდეგ ვახშამი ბანკეტი და იქ იყვნენ სახელმწიფოს პირველი პირები მეუღლეებით ასე რომ ზვიადთან ერთად გახდით მეც და როდესაც დავბრუნდით საქართველოში ერთი დღით მოგვიწია ჩასვლა
ბობოყვათში და ვნახე რომ დაცვის წევრებს ჰქონდათ არაჩვეულებრივი აპარატურა, შეიარაღებაც, აპარატურა, ტექნიკა, რასაც ქვია, რომელიც ნამდვილად სჭირდება დაცვის წევრებს. ზოგადად გამსახურდიას ვინც ყავდა დაცვაში ნამდვილად არანაირი ტექნიკური შეიარაღება არ ჰქონდათ. არც იარაღი რო გითხრათ არაფერი და მით უმეტეს ესე იგი ის გადამცემები, ეს მოტოროლები თუ რაც არის, ნუ ყოველ შემთხვევაში ესენი ჰქონდათ უმაღლეს დონეზე. და როდესაც ვკითხე ეს რა კარგი რაღაცებია და სად შეიძინეთ და ჩვენო კორჟაკოვთანო ისეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს, რომ ნაწილი ჩვენი ხალხის გავგზავნეთ მოსკოვში, მათ გაიარეს წვრთნები გრაჩოვის, ესე იგი დაცვის სამსახურის ცალკე ჰქონდა გრაჩოვს, გაიარეს სპეციალური წვრთნები, რომ ასლანაბაშიძეს სიცოცხლე ხელყოფილი არ ყოფილიყო არავის მხრიდან და შემდგომ ნაწილმა გაიარა და ისინი როდესაც დაბრუნდნენ, ამის შემდეგ მეორე ჯგუფი გაუშვა და აი ასე გადაანაწილა ყოველივე და მე გამიკვირდა და სხვათა შორის მე ზვიადის აზრი მინდა აქ დავაფიქსირო, რომ მანენა მე იმდენად მოგზაურებული ვარ ელცინთან და ყველასთან, რომ ამას როგორ გავბედავდი, რომ მიმემართა მათ ისო გინდა თუ არა ჩემი დაცვის წევრები თქვენ მოამზადეთ. ნუ ეს ისეთი დაცვის წევრები ჭყალებში ზვიად გამსახურდიას ისეთი დაცვის წევრები ყავდათ, რომელებიცაც ზვიად გამსახურდია გაწირული ყავდათ, მაგრამ ასლანაბაშიძემ ამიტომ შეარჩია ოჯახის წევრები და ნათესავები, თავის ცოლის ძმები და ბიძაშვილები, რომ დარწმუნებული იყო, რომ ისინი მას არ ესროდნენ და თუ რომელიმე გაბედავდა, ერთის მაგივრად 10 მოკლავდა. ასე რომ აი ეს ძალიან ძიმე საკითხი გახლდათ და აქედან უკვე გამოიკვეთა ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც ზვიად გამსახურდიასთვის მიმართ პუტჩი ჯერ არ უნდა არ იყო მოსალოდნელი, ვინაიდან ეს იყო დაახლოებით ესე იგი ივლისის თვე და ვართ ჩვენ მოსკოვში და ამის შემდგომ ესე იგი თურმე მანამდეც ისეთი კავშირები ქონიათ, რომ მთელი შეიარაღება, რომელიც აკლდა ამიერკავკასიის სამხრეთ ოლქს, პირველ რიგში მოდიოდა აჭარაში და ნუ ეს ამას ყველაფერს დამსახურება უნდა და ვინაიდან ყველაფერი ეს ღირდა დიდი თანხა და ამ თანხას იგი უხდიდა იმის გამო, რომ თვითონაც უზარმაზარი შემოსავალი ჰქონდა და ამიტომ წავიდა რუსეთში დიდი ათეულობით მილიონი გაიტანა, რომელიც არა მხოლოდ უცხოეთის ბანკებში ჰქონდა დაფიქსირებული, არამედ მთელი მსოფლიოს და რუსეთის მასშტაბითაც კარგად ჰქონდა ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე მე კიდევ ერთი რამ მინდა დავაფიქსირო, ეგრეთ წოდებული პოლიცა ასლანაბაშიძემ აჭარაშიც პოლიცსაბჭო ჩამოაყალიბა ზუსტად იმ დონეზე, როგორც პოლიცსაბჭო ჩამოაყალიბა შევარდნაძემ. მას ფეხი აუწყო იმაში, რომ იგი დარჩებოდა იმავე თანამდებობაზე და პოლიცსაბჭო ჩამოაყალიბა და ამ პოლიცსაბჭოს ხელმძღვანელობდა ეს და მის შემადგენლობაში შეიყვანა მთელი პუტჩისტები, რომლებიც შევარდნაძესთან და რასაკვირველია მასთანაც ასლანაბაშიძესთანაც ახლა ურთიერთობა ჰქონდათ. სხვათა შორის აღსანიშნავია ასევე ერთი ფაქტი, ვითომ ეგრეთ წოდებული არჩევნები, რომელიც ვითომ საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ჩაატარა შევარდნაძემ, ასლანაბაშიძემაც წამოაყენა თავისი კანდიდატურა, მაგრამ მან იცოდა, რომ უარი უნდა განეცხადებინა და ესე იგი ორი კომუნისტიდან ერთი კომუნისტი უნდა დარჩენილიყო, რომელ არჩევნებზე იყო ლაპარაკი, როდესაც მას უფლება-მოსილება არ ჰქონდა არც არჩევნების დანიშვნისა და არც გაპრეზიდენტებისა, მაგრამ აი ამ თამაშს თამაშობდნენ, იმიტომ რომ ხარდაჭერა ჰქონდათ რუსეთიდან და მე მოგახსენეთ უკვე ზვიად გამსახურდიას მიერ ოფიციალურად იქნა მხილებული და აღიარებული მამა ბუში, ეს მისი ვიცე-პრეზიდენტი ეს იყო ბეიკერი გახდათ, ასევე გახდათ ესე იგი გენშერი და კოლი და რუსეთში ბელსილცინი და გორბაჩოვი და მთელი რუსეთის ასე ვიტყოდი მე მთელი პოლიტბიურო და მთელი სპეცსამსახურები და ასევე სპეცსამსახურების გარდა ეს FSB იყო თუ სამხედრო ნაწილი იყო, ესე იგი გრაჩოები და ყველა. ასე რომ საქართველოს აღმოჩნდა უმძიმეს მდგომარეობაში იმის გამო, რომ ყველას თავისი ინტერესები ჰქონდა, ოღონდ გადარჩენილიყო და დარჩენილიყო ხელისუფლებაში და მათ საქართველოს არაფრად არ მიაჩნდა და საქართველოში კი მოავლინეს ის პიროვნება, რომელიც საქართველოს იმ განაჩენს გამოუტანდა, რა მდგომარეობაც დღეს აქვს საქართველოს. ასე რომ აქედან გამომდინარე
მე კიდევ ბევრი მაქვს, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი ასან აბაშიძესთან დაკავშირებით. მე ნოდარ იმნაძისთან მიმართებაში რა მოხდა, როგორ დაიღუპა ნოდარ იმნაძე, მე ამაზე აბსოლუტურად სრული ინფორმაციის მფლობელი გახლავართ, მაგრამ დღესდღეობით არ ფიქრობ ამაზე საუბარს, იმიტომ რომ მოგახსენებთ ამაზე შემდგომ გადაცემაში, მაგრამ მე ეხლა ესე იგი ასევე წაგიკითხავთ პრესას, რომელსაც შეგპირდით, მე ამით ასან აბაშიძეზე გადაცემას არ ვამთავრებ, ვინაიდან მაქვს აქ წასაკითხი თქვენთვის პატარა ამონარიდები, რომელიც სულ რაღაც 3-4 ფურცელზეა თუ არის ეხლავე. ჯაბა იოსელიანის 3 განზომილება. გვერდი ესე იგი 74-75 დიახ. დამაზე პირებენ ამ ჯაბა იოსელიანმა თავისი წიგნი. ეს არ არის ბედის ირონია. აი გვარიშვილზე, რომელზეც ჩვენ საუბრობდით. ასან აბაშიძე გამოდის კავშირზე ჯაბა იოსელიანი წერს და მთავაზობს აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ გაუგზავნო კუკური გვარიშვილი, ჩემი ცოლის ბიძაშვილი. ეს დიდმნიშვნელოვანი ფაქტია. ეს იგი აჭარა ჩვენთან თუ არა, არც ჩვენი წინააღმდეგია კუკურის ვიცნობ ასლანის წინადადებას, ვაცნობ ასლანის წინადადებას, ყოფანოს ვითარების შესასწავლად ბათუმში ვგზავნი მამუკა გვარიშვილს, კუკურის ვარს, მამუკა გვარიშვილი ეს გახლავთ ნანა ჯაფარიძის ქმარი, მე თქვენ მოგახსენეთ, რომელიც ცენტრალურ კომიტეტში მინისტრთა საბჭოში მუშაობდა. ეხლა გარდაცვლილი გახლავთ, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობს, აგერ ადასტურებს თვითონ ჯაბა იოსელიანიც. შემდეგი გვერდი არის 100 ეხლა მოგახსენებთ, აგერ მაქვს ამობეჭდილი და თქვენ აღარ მოგიხდება, თუმცა იმისათვის რომ დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად აქედან მაქვს ამობეჭდილი 129. 129. აგერ ეს 129. აგერ გვერდი ქალაქში სიმშვიდეა ღამის გასათევად, აი ზუსტად ახაც ასე არის. ქალაქში სიმშვიდეა ღამის გასათევად ბათუმში გადავდივარ. აი აქ არის ეს. ქალაქში სიმშვიდეა ღამის გასათევად ბათუმში გადავდივარ, ბარემ ასած მოვინახულებ. გესმით რა ურთიერთობა აქვს ჯაბა იოსელიანთან და რატო მხედრიონი არ შევიდაო, როგორ შევიდოდა, როდესაც ასლან აბაშიძე როგორც ფულით, იარაღით, ასევე ნივთებით, ძვირფასეულობით, ყველანაირად უზრუნველყოფილი იყო, სულელი იყო, შესული იყო, შედიოდა წამოსაღებად, ან კიდე სხვა პიროვნების ხელით უგზავნიდა. ქალაქში სიმშვიდეა ღამის გასათევად ბათუმში გადავდივარ, ბარემ ასლანს მოვინახულებ, მადლობაცას გადავხდი. ამას წინა დიდად ამასაჩუქრა 400 ახალთახალი რუმინული ავტომატი, 20 ყუმბარტყორცნი თავისი ყუმბარებით. დღეს ეს პირდაპირ ფანტასტიკაა. მხედრიონის მთავარი ბირთვი შეიარაღებული მყავს. თენგიზებს 200 ავტომატისა და წვიაწამლის მეტი არაფერი მიუციეთ. ისიც რუსების საჩუქრიდან. ეს იგი კიტოვანს გულისხმობს, რომ იმას 200 მეტი არ მომცაო. ვინიცის თავისთვის რამდენი დაიტოვეს, აგერ ყარყარაშვილის თეთრ არწივს ეგრეთ წოდებული პაცოტოლნიკიანი ავტომატების ტეჩკინები და რაციები გადასცეს. თეთრი არწივი გვარდიის შენაერთია, მაგრამ ყარყარაშვილს რაც შეიძლება დამოუკიდებლად უჭირავს თავი, კიტოვანი თვითონ ვერ ამჩნევს, ღია კონფრონტაციაზე არ გადადის. აჭარასთან რთულად არის საქმე. ასლან აბაშიძეს ისეთი მფარველები ჰყავს ორივე მხრიდან, თურქეთი და რუსეთი, რომ ამის გაუთვალისწინებლობა კარგს არაფერს მოიტანს. გაუგია კიტოვანის ტრაბახი გადაუაროთ ბრჭყალებში და რაღა თქმა უნდა, აღარ ციგუასენდობა. ჩემთან კარგათაა, გამოცდილი კაცია, ციხეში ნაჯდომი. ალბათ ჩემი დიდი სახელიც გაუგია, საერთო მეგობარიც ყავს, გოგი ჩიქოვანი დიდი. ასლანს სახლში მივყავართ, გოგი ჩიქოვანი ეს კანონიერი ქურდი გახლდათ, საკმაოდ ცნობილი საქართველოში. ალბათ გარდაიცვალა, უკვე არ ვიცი. ასლანს სახლში მივყავარ, ჭუჭყიანი, გაუპარსავი, საველე ფორმაში, მეუხერხულება, მეუღდე ქალბატონი მაგული შინაურულად მიღებს, ბევრს არ მაბოდიშებს. ასლანი მიმდინარე პოლიტიკურ მომენტებზე მესაუბრება, გახარებულია შევარდნაძე რომ ჩამოვიყვანე. ბრჭყალები გახსნილია, მე ისედაც პატივს გცემდი, ახლა კი ძალიან გამახარეს, შევარდნაძე აუცილებელია საქართველოსთვის. მოყავს მისი შვილიშვილი გიორგი.
მშვენიერი ბავშვია. აი ეს არის ჯაბა, ეუბნება ასლანი. მე ჩემს ჭაბუკაზე ვუყვები, ასე რომ ბაბუები კმაყოფილები ვართ ერთმანეთით. ასლანი რემინგტონის ახალი გამოშვების თორფს მჩუქნის, ძალიან მანებივრებს. მადლობას უხდით. იმ შენმა 400-მა ავტომატმა და ტორცნებმა სულზე მოგვისწო. აქ იგულისხმება ის, რომ ჟიად გამსახურდიას კი არა, საქართველოს კანონიერი ხელისუფლების მომხრეების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული ზუსტად აი ის იარაღი, რომელიც ასლან აბაშიძემ და რუსეთმაც და ასლან აბაშიძემაც ჯაბა იოსელიანს გადასცა. პურმარილი მეფური გააწყო, მაგრამ გადაღლილი ვარ და მალე სასტუმროში გადავდივარ დასაძინებლად. დილით საუზმესზე ისე ხვდებით ერთმანეთს. მე ვჩქარო ფოთში მელოდებიან. მხედიონი უნდა გამოვიყვანო. ფოთში უსიამოვნება მხვდება. ეგრეთ წოდებული ძივატკის ერთ-ერთ ბიჭს შეტაკება მოსვლიათ. ბუღა მძიმედაა დაჭრილი, ის კი მოკლულია. ამდენი შეიარაღებული ახალგაზრდა ერთი წუთით უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება. ვიდრე ქალაქს დავტოვებდით, მოვინახულე გამგეობა. შემდეგ მილიციაში შევიარე, თან თემურ ხაჩიშვილი მახლავს, გვინდა გავერკვეთ რა მდგომარეობაში მილიცია, უფროსი ადგილზე არ არის, მის მაგიდასთან ვждები, რეკავენ მალთაყვის წყალჯდომარე კომპლექსიდან, მხედრიონი ქალაქიდან გადის და მთელი ჩვენი ავეჯი გააქვთ. თქვენ ვინა ხართ? ვეკითხები ადმინისტრატორი ყურმილს უკიდებ. თემურ, აბა ახლავე გავარდი და ეგ მოროდიორები დააკავით. თუ გაგიძალიენდებიან არ დაინდოთ ესროლეთ. ჩემს დაცვას ვაყოლებ. ცოტა ხანში თემური მირეკავს. ბატონო ჯაბა, ყველაფერი ტყუილია, კარები დაკეტილია, ყველაფერი ადგილზეა. გულზე მომეშვა, როცა თქვენ დატოვებდით ქალაქს, თვითონ გაიტანდნენ და თქვენ დაგაბრალებდნენ, მეუბნება შემოსწრებული მილიციის უფროსი. ეხლა აქ რომელი გვერდზეა გადასული? ხო, აი აქ შეწყდა ეს, იმიტომ რომ მე კიდევ აგრძელებს ამ სიბინძურეებს და სისულელეებს. მთავარი ეს არის, რომ შემდეგ ასლან აბაშიძე 1992 წლის 1 აპრილი გაზეთი შანსი როგორ აფასებენ ედუარდ შევარდნაძის სამშობლოში დაბრუნებას კითხვის ნიშნის ქვეშ. ბატონი ედუარდი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს მთელ სოფლიოში. ასლან აბაშიძე ამის არაღიარება მის მტერსაც კი არ შეუძლია. იმის შიში თითქოს საქართველოს დიდი მოსახლეობის ნაწილი მას არ მიიღებდა, უსაფუძვლო გამოდგა. პირიქით უმეტესობა მასში ხედავს ერთადერთ მხსნელს. აი ხო ხედავთ, ეს იგი რა ბინძური კაცია. ხსნელს, რომელსაც შეუძლია საქართველოს გამოყვანა ამ კატასტროფული მდგომარეობიდან. კარგად დავინახეთ რა კატასტროფიდან გამოიყვანა, მართლა კატასტროფაში ჩააგდო მთელი საქართველო. პირადად მე მიმაჩნია, რომ ბატონ ედუარდს თუ ყველა გვერდით დაუდგებით, შეუძლია ამ უზარმაზარი მისიის შესრულება. შენო გვერდით დაუდექი, იმიტომაც ხარ ეხლა მოსკოვში და აგრძელებ სიბინძურეს. მართალია ბატონი ზიადი მხარს მიჭერდა. ეხლა კიდევ არის სხვა მონარიდი, გახლავთ გაზეთი აჭარა, ესაუბრება ბადრი ვადაჭკორია. გადმობეჭდილია გაზეთ შანსიდან ნომერი 6. შემდეგი მართალია ბატონი ზვიადი მხარს მიჭერდა და მეც პატივისცემით ვიყავი მისადმი, მეჩვენებოდა და მეჩვენება, რომ ის განწვენდილი პიროვნებაა, მაგრამ მის მიერ შექმნილ სტრუქტურები და მისი თანამებრძოლთა წრე არასოდეს არ მომწონდა. რასაკვირველია, აი ამ სტრუქტურებს ნამდვილად ვერ მოაწყობდა ზვიად გამსახურდია და ვერ გააკეთებდა. ერთადერთი ზვიად გამსახურდიასთან თუ მივდიოდი, ეს მთელმა მსოფლიომ გაიგოს, მე არ მცვენია ამის, ვინაიდან ზვიად გამსახურდიას მუდმივად სიკვდილის საფრთხის წინაშე იდგა ზვიად გამსახურდია, მე არც მე და არც ჩემი მეუღლე ზვიად გამსახურდია არ ვენდობოდით იქ ღაურ სასადილოს. სხვებისთვის რასაკვირველია ძალიან თავისუფალი იყო იქ ყველანაირი საკვების მიღება, მაგრამ ვინაიდან ზვიად გამსახურდია მიუღებელი იყო იმ ხალხისთვის, რომელმაც ბოლოს გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი და მანამდეც დიდი დევნისა და მძიმე ცხოვრების პერიოდი ჰქონდა, რომელიც მე თქვენ არაერთ გზის გაგაცანით თვითონ იმათი მონაცემებიდან და ინტერვიუებიდან, რომელსაც თვითონ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები იყვებიან, თავისთავად მე დიდი შიში მქონდა. მე
როგორც ქალს მეუღლეს დიდი შიში მქონდა რომ ზიად გამსახურდია შეიძლება მოეწავლა თან რაღაც მიეცათ ამიტომ მე ყოველ დღე გარკვეულ დროს მივდიოდი და მიმქონდა სულ რაღაც 100 გრამი ვაშლის წვენი რომელსაც მე თავად წურავდი და მიმქონდა 100 გრამის ტაფილოს წვენი ეს ჩემთვის საკმარისი იყო იმიტომ რომ ზიად გამსახურდია უკვე მეგულებოდა მშვიდად წყნარად და ისე რომ იგი არ მიიღებდა იქაურა საკვებს რომელსაც იგიც კატეგორიულად ერიდებოდა ასე რომ მე რომ აფიქსირებენ იქ რომ დადიოდაო მე იქ არაფრისთვის არ დავდიოდი მივიდიოდი ცელოფანით და წამოვდიოდი ესე რომ მომქონდა სანამ არ დავაცლევინებდი ამას მანამდე არ ვაძლევდი უფლებას რომ მაცივარში შეენახა ვიცოდი რომ იგი ამას აღარ დალებდა და ასე რომ აი როგორც პატარა ბავშვის სიცოცხლეს უფრთხილდება ადამიანი აი ასეთი მოფრთხილება იყო ჩემი მხრიდან და ჩემი ოჯახის წევრების მხრიდან ასე რომ თუ ვინმე მაფიქსირებდა იქ და ჭორები გამოქონდათ აი რატომ ამაზე არ ჭორაობდნენ და რატო შევარდნაძეზე ხმას არ იღებდნენ და რატომ სააკაშვილზე არაფერს არ ამბობენ აიკლო მისმა ოჯახმა და მის ოჯახის წევრებმა და ბიძებმა და ბიძაშვილებმა და ასე შემდეგ და ეგრეთ წოდებულმა ძმებმა მაგრამ არა უშავს იცით სიცრუეს და იმას კაცი არ მოუკლავს ნამდვილად ილაპარაკო რაც უნდათ მაგრამ მის მიერ შექმნილი სტრუქტურები და მის თანამებრძოლთა წრე არასოდეს არ მომწოდა რადგან მათი ნაბიჯები არ იყო ხვანინდელი საქმისთვის გამიზნული ამიტომ მე მათთან კონფრონტაციაში ვიყავი ვისთან იყო ერთი კაცი მაინც დაასახელოს და მაშინ დავიჯერებ დასავლეთ საქართველოში მიმდინარე პროცესების დროს პრეზიდენტის მომხრეებმა გთხოვეს იარაღი მაგრამ მე სასტიკი უარი განვაცხადე და ამ დროს იმიტომ წაგიკითხეთ ჯაბა იოსელიანს რა გადასცა აი ეს იცოდეთ და ზიად გამსახურდიას მომხრეებს ერთი პაწაწინა ნამცეცი ტყვის ნაგლეჯიც კი ნახმარი ტყვის გულაც არ გადასცა მე არც ერთ მხარეს არ ვამართლებ და მიმაჩნია შენი გასაცამართლებელი ნამდვილად არ არის ზიად გამსახურდია და მიმაჩნია რომ დიალოგის ყველაფრის მოგვარება შეიძლება ჯაბა იოსელიანს მისცა წვიები და ყველაფერი და ჯაბა იოსელიანთან დიალოგი კი არ ქონდა ჯაბა იოსელიანს გაუწვა ფეხქვეშ და უთხრა რომ მე და შენ ერთ ინტერესებს ვსახურებით ვართ რუსეთის ჯაშუშები ვასრულებთ რუსეთის საქმე ჩვენ ხელშეუხებლობა გვაქვს და საქართველო ჩვენია შემდეგ შეიძლებოდა თუ არა ყოველივე ამის თავიდან აცილება რა თქმა უნდა შეიძლებოდა ოღონდ ამას უზარმაზარი ოსტატობა ჭირდებოდა ჩვენ კი შეცდომათა მთელი წყება დაუშვით და ამ შეცდომებისაგან ვერაფერი ვისწავლეთ როცა კი საშუალება მოგვეცა დავივიწყეთ რეალობა და სახელმწიფოებრიობის მოპაების რადიკალური გზა ავირჩიეთ თურმე დამოუკიდებლობის წინააღმდეგი ყოფილა ეს არაკაცი რომელიც სამრეცხაოდან მოიყვანა ზვიად გამსახურდიამ კი არ მოიყვანა მოუყვანეს ზვიად გამსახურდიას სამრეცხაოს თანამშრომელი იყო მაგრამ ერთია სურვილი მეორეა სინამდვილე ჩვენ დაუპირისპირდით იმპერიას და იმის ნაცვლად რომ დიპლომატიური ოსტატობით ავრიდებოდით მის შუაგულ ნანგრევებში მოვყევით ყველა მონაცემებით ჩვენს მიერ არჩეული გზა არასწორი იყო მაგრამ მაინც ჯიუტად მიუყვებოდით ვინდოდა ისე მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა რომ არა ჩაგვიგდო რუსეთის ფაქტორი ამას ისიც მოყვა რომ სოფლიოს უდიდესი ქვეყნების ლიდერების ლანцо გინებაც დავიწყეთ აშკარა დაუპირისპირდით გარე სამყაროს რასაც მალე შიდა აშლობაც მოყვა და ეროვნულ ტრაგედიამდე მივედით გაზეთი ლიტერატურული საქართველო ნომერი 10 1994 წლის 11 მარტი კონფრონტაციაში იყო იმიტომ რომ ესე რქენ ამიტომ წაიყვანა ყველა მოღალატე საქართველოს ყველა მოღალატეს ვინც აირჩევს და ვინც წაიყვანა კონფრონტაციაში რასაკვირველია ისინი იყვნენ ეხლა მე გვარების აღარ დასახელება ნამდვილად აღარ მინდა იმიტომ რომ ყოველთვის ნათელია ვინც იყო ეგრეთ წოდებული აღორძინების წევრები ნახევარი თითქმის იყო ეს მექრთამე კორუმპირებული და ასლ ნაბაშიძის მონა ლაქია და რუსეთუმეები რუსეთუმე არა უშავს კიდე კარგი გამონათქვამია აჭარის ტელევიზია ასლ ნაბაშიძემ სამშაბათი 26 ივნისი 2001 წელი ჟურნალისტის კითხვა 1999 წლის საარჩევნო კამპანიაში უკაცრავად შევარდნაძის კრიტიკულ გამოსვლას აღორძინების მიმართ რით ახსნით ასა ნაბაშიძე შევარდნაძემ ქობულეთში მთხოვა გურიაში შემოყვანა ჩემი საჯარისო ფორმირებები რათა იქ არ ჩასულიყო ლოთი ქობალია მე ვუპასუხე როგორ შევიყვან ჯარს გურიაში რა მოტივით მეთქი და უარი უთხარი მაგრამ შემდეგ როცა უკან ვრუნდებოდი ერთმა აზრმა გამიელვა და ქობალიას დაურეკე ვუთხარი გურიაში ჯარი არ შეეყვანა რატომ კი
ეკითხა ქობალიამ. ვუთხარი გურიაში აჭარლები ცხოვრობენ და უსიამოვნება გექნებათო. შემდეგ მე შევიყვანე ჩემი საჯარისო ფორმირებები. გესმით თქვენ ეს რა ბინძურია, რა მოღალატია. ჩემი საჯარისო ფორმირებები და ქობალია კი არ შესულა გურიაში. შევარდნაძის თხოვნით მართლა ჩემი საჯარისო ფორმირებები რუსები ჩილებით ესა დახურულია შევიყვანე გურიაში. მანამდე აბაშიძე ამბობს რომ შევარდნაძის საჯარისო ფორმირებები აჭარის გზით ადიგენში გადავიდნენ. რა გინდათ ახლა ასან აბაშიძე არის ის არაკაცი და არამზადა რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო იმისათვის რომ მოეპოვებია დიდძალი თანხები და აი ამ დიდძალმა თანხებმა კი გაუშვა ის მოსკოვში ჩვენივრად გზნობ თავს არაჩვეულებრივად არის ყველაფერი აქვს რაც კი უნდა და ერთადერთი საქართველოში მინდა ჩამოსვლა იმის გამო რომ ჩემი მეუღლის საფლავზე მინდა მისვლაო. იმას არ ამბობს ზუსტად გამსახურდია საფლავზე მინდა მისვლაო. დასაკვირველია. ვინც კაცად აქცია, ვინც სამრეცხაოდან აიყვანა იმ სიმაღლეზე, რომელსაც ცხოვრებაში ვერ წარმოიდგინდა. მე რა რომ მე და აბაშიძის შვილი იყო, ეს არაფერს არ ნიშნავს. თავად ვინ იყო? თავად ვინ იყო რა მე და აბაშიძე იყო და თვითონ თავად ვინ იყო ვინმე იცნობდა ზვიად გამსახურდიამ გააცნო სამწუხაროდ ზვიად გამსახურდიამ გააცნო ასლან აბაშიძე თუ ვინმე იცნობს ასლან აბაშიძეს ზვიად გამსახურდიამ გააცნო. რა შესთავაზა ასლან აბაშიძემ კანონიერ ქურდებს? მე ვიცნობდი კარგად გამსახურდიას დარწმუნებული ვარ ოსეთში მან შეცდომა დაუშვა. ამბობს აჭარის ლიდერი მოსკოვსკი კომსომოლეც. ასლან აბაშიძეს ბათუმში ბაბუს ეძახიან. იგი იმ ქართული გვარის ჩამომავალია, რომლებიც 1463 წლიდან მართავენ აჭარას. 64 წლის ბაბუ აჭარაში მეფობს. ეს ავტონომია დაცარიელებულია საქართველოს ფონზე კეთილდღეობის ოაზის მიაგავს. აბაშიძეზე საქართველოში წარმოუდგენელ ისტორიებს ყვებიან. კერძოდ თუ როგორ დაამარცხა მან ორგანიზებული დამნაშავეობა, ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების შეკრიბა და პატიოსანი ბიზნესის წარმოება და ფორმირების დაარსება, მაღაზიების გახსნა შესთავაზა, ვისაც შავი გაგების თვალსაზრისით მუშაობის უფლება არ ჰქონდა, ფირმების ოჯახის წევრებზე გაფორმება ურჩია, ზოგიერთ კანონიერი ქურდი ამაზე დათანხმა, ნაწილმა კი აჭარიდან წასვლა აირჩია, მოსკოვსკი კომსომოლეცის სპეციალური კორესპონდენტი ასლან აბაშიძეს ბათუმში თავის რეზიდენციაში შეხვდა. 2001 წელს მთელი საქართველო მოითხოვდა ედუარდ შევარდნაძის გადადგომას. მაშინ პრეზიდენტი აჭარაში ჩამოვიდა თქვენს მხარდაჭერაში დასარწმუნებლად. თქვენი იხსენით შევარდნაძე სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დროს ძალაუფლება შეუნარჩუნეთ. ხომ არ ნანობთ, ჩემი ოპონენტების მართლაც კი ცივილიზებული მეთოდების გამოყენების მომხრე ვარ. სხვა გზა ჩემთვის მიუღებელია, ეს ჩემი კრედოა. ძალიან. ეს იგი თქვენ შევარდნაძე არაკონსტიტუციური გზით გადაყენება მიუღებელია? დიახ, ნებისმიერი ანტიკონსტიტუციური ნაბიჯი სახელმწიფოსთვის დამღუპველია. მახსოვს 1991 წელს როგორ დაიწყო დრამატიული მოვლენები, ზვიად გამსახურდიას ჩამოსაგდებად. ხომ შეეძლოთ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის დაეცადეთ, დაუჭერდა თუ არა ხალხი გამსახურდიას მხარს, პროცესები მშვიდობიანად განვითარებოდა. ჩემი აზრით, მაშინ რუსეთმა შევარდნაძე აირჩია. იმედი ჰქონდა, რომ მასთან ურთიერთობა უფრო მარტივი იქნებოდა ვიდრე გამსახურდიასთან, თუმცა შევარდნაძემ იმაზე ძლიერი ანტირუსული პოლიტიკური ხაზი აირჩია. ხო, უკვე შევარდნაძის იმაზე გადავიდა, მხილებაზე გადავიდა. ვიდრე ამას ალბათ გამსახურდია გააკეთებდა. მე კარგად ვიცნობდი გამსახურდიას, ხშირად მისაუბრია მასთან. დარწმუნებული ვარ, რომ არც რუსეთის წინააღმდეგი იყო და არც დასავლეთის. იგი არც ლოზუნგის საქართველოს ქართველებისათვის მომხრე არ ყოფილა. ერთხელ ყაზბეგში ყოფნისას ვკითხე, თუ შეიძლება ამის დაშვება კონსტიტუციაში და ცვლილებების შეტანა, რომ საქართველოს მხოლოდ ქართველებისათვის იყოს, მან მიპასუხა, კონსტიტუციაში ცვლილებებს არ შევიტანთ. ვინც საქართველოში ცხოვრობს, აქვე იცხოვრებს. მაშინ დავინტერესდი, ამას საჯაროდ რატომ არ აცხადებდა და მან მიპასუხა, შენ არ იცნობ ოპოზიციას იიხელს შეგიშლის. ამაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვით. რუსეთისა და დასავლეთთან ურთიერთობის შესახებაც იგივე შეხედულებისა იყო. მას სახელმწიფოს მართვის გამოცდილება ჰქონდა, რომ დარტყმები აეცილებინა, მაგრამ შევარდნაძემ კი პარტიული სკოლა გაიარა და 8 წლიანი
იდეოლოგიურ სამუშაოს ასრულებდა. პარტიული სკოლა, რასაც იზრდებოდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ იგი სახელმწიფო მოღვაწეობის ჩამოყალიბებას ხელს არ უწყობდა. პოლიტიკური ლიდერები ხელისუფლების სათავეში მოსახვედრად და იქ დიდხანს გასაჩერებლად ყველაფერს აკეთებენ. ეს შევარდნაძე აფხაზეთის ომის შევარდნაძის სინდისზეა. ამ ომის ინიციატორიც რომ არ იყოს, მას როგორც სახელმწიფოს მეთაურს ამ კონფლიქტის გამო ბრალი ედება და ეს ისტორიაში ესეც დარჩება. აბა გაიცანეთ ახლა ასლან აბაშიძე ვინ არის? როცა უნდა ისე საუბრობს, როცა აწყობს ასე საუბრობს, ასე რომ ასლან აბაშიძე არის ის არაკაცი და არამზადა, რომელიც საკუთარი თავის გადასარჩენად ყველა გზას და ყველა ღონეს ხმარობს, საკუთარ ოჯახის წევრსაც გაყიდის, გაწირავს, თვითონ იყოს კარგად. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად გრძანდებოდით, ნახვამდის.